იაკობ ვერც მეგორი ავი ვერც კენანი დასახლდა იაკობი შინა ქვეყანასა საცხოვრებელსა მამის მისისა შინა ქვეყანასა კენაყანისა ყველაფრის დასაწყისში მე მინდა რომ ვთქვათ და ეს ღიად ვთქვათ რომ დღეს ვიწყებთ ჩვენ იოსეფის და მისი ძმების თავგადასავალ ისტორიას როგორც რომ ვიცით რამხელად დიდი ტრაუმა არის ჩვენ ერისთვის დღევანდლამდე ის ამბავი რაც რომ მოხდა მაშინ იმ გარკვეულ პერიოდში როცა რომ ძმებმა რაღაცნაირად მათ მონაკვეთის გამო ძმების მოქმედების გამო გაიყიდა იოსეფი მე ჩემს სიტყვებს ძალიან ვთხილდები იმას ვერ ვიტყვი რომ ძმებმა გაყიდა იოსეფი და ამას მე შემდეგში თუ რაღაცა რო გვექნა თან ავსდი რატომ არ ვამბობ ასე ხოლოდ მათ მონაქმედიდან კი გაიყიდა იოსეფი ერთი და მეორე კი ამასაც უყურებთ რომ აქ თორა ანაშაურებს იოსეფსაც ამ თელ ამბავში ეს არ მოდის ერთ მხრიდან მარტო რომ ძმება დააშავენ იოსეფის წინაშე აქ ჩანს რომ იოსეფმაც დააშავა ძმების წინაშე და ეს ღიად არის გაფირუშებული და ახსნილი თორაში ეს ყველაფერი ამბავი ამას ჩვენ ცოტათი ოდნათი მაინც გავაფირუშებთ და ახსნით რასაც შეძლოთ ღმერთის წყალობით ვაიეშევ იაკობ ერეც მეგურეავი ვერეც კენაყან დასახლდა იაკობი შინა ქვეყანასა საცხოვრებელსა მამის მისისას შინა ქვეყანასა კენაყანისას თორა გვიწერავს პირველ სიტყვაობაში დასაწყისში შესავალში რომ იცოდე ადამიანო იაკობმა მოვიდა დასახლდა სადაც ცხოვრობდა მამამისი იცხაკი და ეს გასაკვირი არის ჩვენთვის იმიტომ წავიკითხეთ უკვე წასულ პარაშაში რომ იაკობი მიდის საცხოვრებლად მამამისთან და ჩვენ ვიცით უკვე რომ დაბრუნება იაკობის ეს იყო იმისათვის რომ დასახლდეს მამასთან რისთვის იმეორებს ამას თორა ხაზუსვამს ამორწინა დადებას პირველს ვაიეშევ იაკობ ვერეც მეგურეავი ერთი მამის საცხოვრებელ ქვეყანაში დაჯდა იაკობმა საცხოვრებლად და მეორე ეს არის კენაყანის ქვეყანა ვიცით რომ იცხაკი ცხოვრობდა კენაყანში ის არ გასულა ერეთიდან ცნობილი არის ყველასთვის მაგრამ სეფერ თორამ ხაზი გაუსვამს სიტყვებს და გულისხმობს ამ სიტყვებში რომ იაკობს ორი დიდი დანაშაული ჰქონდა რომელიც რომ იაკობმა დღეს ჩვენ პარაშაში ხედავთ რომ გამოასწორა რა იყო მისი დანაშაული რომ წავიდა იაკობმა მიატევა მშობლების ოჯახი პირველი დანაშაული რომ 22 წელიწადი მოწყდა მამას და დედას არ უნახავს მშობლები და ამ 22 წლის სიშორვე მშობლებიდან იაკობს სოდო შეეთვალა ამიტომ ამბობს თორა და წერავს ეს სოდო პირველი რომ მშობლებთან იაკობი აღარ არის კიბუდ აბაემი მშობლის პატივცემას აშორდა იაკობი ამდენი წლებით ეს კი იაკობმა გამოასწორა ხლა კი ეს სოდო იაკობს აღარ ედება რადგანაც რომ იაკობი დასახლდა მამამისის საცხოვრებელ ადგილზე მეორე სოდო რომელიც მოსდევდა მამა ჩვენ იაკობს 22 წელიწადი რომ ის არ ცხოვრობდა ერეთში ამ წმინდა დედამიწაზე ერეთ ისრაელს მოწყდა და წავიდა უცხო ქვეყანაში საზღვარგარეთ თუმცა მშობლების დავალებით მაგრამ დიდი რაოდენობით წელი იაკობი არ იყო ერეთში და ეს არ იყო აუცილებელი და ესეც იაკობს სოდო შეეთვალა ხაზი გაუსვა თორამ რომ ხლა კი იაკობი შემთელებული არის ბიკეშ იაკობ ლაშევეთ ბეშალვა მოიდომა იაკობმა ხლა კი გალაღებულად დამწყნარებულად დამსახლდები სოდობრალი აღარ ვსდევს მამის ოჯახს დაუბრუნდი ერეთს კენაყანს შეუერთდი ეს ორი სოდო გამოასწორე ეს კი ნამდვილად შემთელებული ვარ გამჩენთან ამიტომ დაწერა თორამ
დაიწყო ამ შესწავლით დასახელდა იაკობი შინა ქვეყანასა საცხოვრებელსა მამის მისისას შინა ქვეყანასა ქენაყანსა აქ კიდევ მე მინდა რომ ხაზი გავუსვა ამბავსაც მე ეს პატარა და ჩემნაირი კიდე 1000 ვერ ახსნის ვერ შევა იმ თელ ამბავში რაც რომ ეხება იოსეფის მოწყვეტას მამიდან და იოსეფის გაყიდვას მე ამას შემთავაზე ვერ დავიკისრე რომ რასაც ვიტყვი ეს ყველას დაკმაყოფილებს იმიტომ მეც შიგნით ვერავარ დაკმაყოფილებული როგორ მოხდა ასეთი უბედურობა ძმებში რომ გაიყიდა ძმა და ჩავიდა საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში ყველაზე მძიმე პარაშა რო იცოდეთ ჩემთვის როგორც მოდარაშე რაბი სეფერ თორაში ყოველთვის ეს არის პარაშა ვაიეშე ყოველთვის იმიტომ ჩვენი უბრალო გაგება ყველა მოქადაკეს გამოსვლელი მოლაპარაკე გამშიფრელი კომენტარის გამკეთებელი ჩვენ პარაშას რო ხედავთ იქ ხედავთ რამოდენ ადამიანებს ყოველ უბოლ პარაშაში არის კეთილი და არის ბოროტი კეთილს კი ავწერთ მის მონაკვეთი და სწავლობთ ბოროტს დავსრახავთ ვიტყვით რატო იყო ცუდი და რატო იყო მისი ნაკნარი ბოროტული ნაკნარი მაგალითები აიღეთ ყველა პარაშაში აქამდე არ აქვს პრობლემა მაგრამ ამ პარაშაზე რომ მოვდივარ ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ბერეშითი ადამი და ნახაში უსწენებელი ნახაში ბოროტი ადამი კეთილი მერე სოდობრალის ჩამდენი ხალხი ენოშის დროდან და მადლიანი ხალხი როგორც იყო ხანოხი და მეტუშელახი აი ბოროტი აი კეთილი ხალხი ნოახის პარაშა აიღეთ ნოახი და მისი შვილები და კაცობრიობა კატასტროფაში ყოფნი სოდობრალში გაყვეული და ესენი კი მათმა კიდობანმა ცხოვრების კიდობანმა სიწმინდემ გადაარჩინა აი კეთილი და აი ბოროტი ხალხი აი ნოახი აი მისი შვილები და მისი თაობა რომელ ეპოქაში ცხოვრობდნენ მერე შემდეგი აიღეთ მამა აბრამი რომელიც რომ გზანდებოდა მანათლობელი კერპების დამრტვრევი წვენის გამომცხადებელი დამდგარი და მაყვირალა ყველგან აშემოა ელოკიმ უფალი გზანდება ღმერთი ბატონი ის გზანდება ჩვენი პატრონი ჩვენი გამჩენი სამაგიეროთ ნიმროდი რომელიც რომ ბოროტი იყო კერპებს მსახურებოდა ვასკვლავებს ეთაყვანებოდა დედამიწას ღმერთად აქცევდა ცეცხლი კი ისეთ ძალებს უწერავდა ესე იგი ისეთ სახეს აძლევდა თუ გინდა ღმერთი ყოფილიყო ყოლმის ასეთებს ვას კლდეს ცეცხლს აერს ვასკვლავებს ცას გზეს ფარეს ამათ ეთაყვანებოდა მოდის აბრამი და ამხერს ამათ ყველას ერთი გამჩენი ღმერთი ყავს მოდი ღმერთს მსახუროთ ორიგინალმა აჯობა ყველა ყალბს და ყველა გაყალბებულს აი აბრამი კეთილი ჭიშმარიტი ღმერთის შვილი ნიმროდი და მისი თაობა ყველანი ბოროტები გადადის შემდეგში აბრამი ჩადის ეგვიპტეში ეგვიპტეს ხალხი ბოროტები აბრამი ჭიშმარიტი ცადიკი ვამხერთ ავიყვანთ ბედნიერს მოვამაღლებთ და ვინც იყო ბოროტები ცუდი ხალხი ცუდი ჩამდენი ცოდობრაში გათქვეფილები მათ დავაკვეითებ მათგან სწავლობთ რას გავშორდეთ ჭიშმარიტიდან რას დაუკავშირდეთ აიღეთ შემდეგი სარა და აგარი სარა და ჩვენი ცადეკეთი აგარი რომელიც რო არ იყო იმდენად მიკრული თავიდან გამჩენ ღმერთზე შემდეგი აიღოთ იცხაკი და იშმაყელი ჯელობს იცხაკი მოკლას 4-5 წლის ასაკში იყო იცხაკი როცა რომ ისრებს უსროლი და მის სიკვდილს ეძებდა იშმაყელი აი კეთილი და აი ბოროტი მერე ესავი და იაკობი როგორც რომ წავიკითხეთ მერე ლაბანი და იაკობი მერე შხემის ხალხი მიხელაუბედურობის ჩამდენი დინასთან დაკავშირები და შემდეგი ყველაფერი ყველა პარაშაში
არსებობს კეთილი, არსებობს ბოროტი. განაწილებულია ადვილია ჩემთვის, რომ გამოვდივარ, გამშიფრო ეს თუ ის, ვისწავლო აქედან თუ შევერთებ მეორეს, მაგრამ ამ ფარაშაზე რომ მოვდივარ, რომელი ავწიო, რომელი კარგად ვახსენო და რომელი დავწრახო, რომელი ჭიშმარიტად გამოვაცხადო და რომელი ბოროტად. ყველანი იაკაკობის შვილები არიან, ყველანი ღმერთის შვილები, სულ ღმერთის არჩეული ხალხი. ამ ფარაშაზე რომ მოვდივარ ყოველთვის, აქ ცოტა გვიცლდება. მაგრამ მე ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ დაუკვირდით კარგად ყველამ, ეს ამბავი არ არის კაცობრიული უბრალო გადახედვით მომხდარი ამბავი. დაადგინა თალმუდმა მასხეთ შაბათში. ראוי היה יעקב שירד למצרים בשלשלאות של ברזל. იყო მიზან შეწონილი ჩასულიყო და შეყვანათ, ჩასულიყო კი არა, შეყვანათ იაკაკობი ეგვიპტეში დაბორკილი ჯაჭვებით და რკინის ჯაჭვებით დაინგრეთ და შეყვანათ იაკაკობი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენმა დიდმა მამამ, პირველმა მამამ აბრამმა ღმერთი როცა ეცხადება მას, დაეუბნება, შვილო, აირჩიე შენ, ჩვენი შვილმამავლისთვის, რა გინდა? მე შემიყვარდი, მიყვარ შენი გზები, მინდებ ხარ და გირჩევ. არსებობს ეს ქვეყანა, არსებობს მეორე სამყარო, რომელიც არის ყოლამაბა. შეგიძლია რომ ამ ქვეყნა დაიტანჯო შენი შვილები, გალუჩი იყვნენ, მაგრამ მომავალში მათთვის იქნება დამზადებული უდიდესი მარადიული სიცოცხლე და მარადიული ცხოვრება. ან შეგიძლია რომ აირჩიო აქაური ცხოვრება და აქ მოქცე, შენი კი რა გადაგიხადო და ამითი დამთავრდება. იაკაკობმა აირჩია ყოლამაბა მეორე ყოლამი, ამ ყოლამზე ვიტანჯოთ. არა პრობლემა, ღმერთო, ჩემთან დაიწყე, მე ვიქნები პირველი. მართლაც აბრამიდან დაიწყო, ამიტომ აბრამი ჩადის ეგვიპტეში. ჩასულა აბრამის ეგვიპტეში, დაიტანჯვები და შემდეგში იცხაკი, როგორ იტანჯება, ყველგან ეძებენ წყალს, ყველგან ყოველთვის პრობლემა გქონდათ, ყოველთვის ვიღაცა მტერი გედაეკიდა, აგერ ფელიშტიმის მეფე აბიმელეხი, აგერ ეგვიპტეს მეფე ფარყო, აგერ სხვადასხვა პრობლემები მწყემსებთან თუ შინაურებთან, ლოდთან თუ სხვებთან, ბოროტ ხალხთან. ხელმწიფეების ომები, თავგდასხმები და ათასიარეულობა, რაც რომ აბრამ და მის ოჯახს ნახულია ისტორიის ძალიან პერსპექტივით რო გადავხედოთ. მაგრამ აბრამ ავინუმ აირჩია მაინც ყოლამაბა, გამჩენს მოახსენა ღმერთო, დაიწყება ჩემგან, ეუნება კადოშ ბარუხო ბერით ბენაბეტარინზე, შენი შვილმამავალი ხიზნად იქნებიან, გერად ჩავლიან, იცხოვრებენ უცხო ქვეყანაში 400 წელიწადსაო, რომელიც სინამდვილეში 200 წელიწადია. მაგრამ რატომ? თუ არის დაწერილი თორაში 400, რატო იყო ჩვენი მამა პაპა 200 წელიწადა? შეგიძლია. იმიტომ რომ მამებაც გაგვიარდვიდნენ. ჩვენთან დავიწყებთო, ჩვენ ვიქნებითო, იცხაკის დაბადებიდან დაიწყო ანგარიშში უკვე გალუთის, დიასპორის, ტანჯვის, იესურიმის, ჩაითვალა იმ წუთიდან იცხაკი რო დაიბადა, მართლია ანგარიშში. იცხაკის დაბადებიდან, ისრაელის გამოსვლამდე ისრაელიდან, ეგვიპტედან, ზუსტად 400 წელია. და რატო წელია თორაში 430 წელი ერთ ადგილზე? ეს არის იმის შათვლით, თუ დავიწყებ ბერით ბენაბეთარინ, როგორ მეეცხადა გამჩენი აბრაამ. იმიტომ აბრაამმა იმ წუთიდან აიღო თავის თავზე. ამიტომ გამოდის 430 წელი. მათმა წელებმა, აბრაამის 30 წელმა ცოტა დაუნელა იცხაკის იესურიმს. იცხაკის წლებმა და იაკაკობის ტანჯვამ დაუნელა შემდეგში ჩვენ მამა პაპას ეგვიპტეში 400-ის მაგივრად 200 წელი. აქანაც სეფერ თორაშიც. გარემეზებული არის.
მაშ ვაიეშევ იაკაკობ ბერეც მეგურეავი რო აიღოდეს სიტყვები გამოდის ზუსტად ყველა განუიოთების შემდეგი რაც უნდა გეარა იაკაკოვის შამამავლობას იაკაკობ იოდ მალხუთ იავან ეს არის საბერძნეთის გალუთი ბერეც ბეთ იწყება ბეთით ბაბელი მეგურე მემ ეს არის მადაის პარსეთი ავივ ალეფ ეს არის ედომი ესე იგი ამ სიტყვებში იაკაკობ ბერეც მეგურე ავივ აქ არის ჩასმული პირველ ბუკვებში ყველა ოთხივე დიასპორაში ისრაელის გადახვეწა და გადასახლება იაკაკობიდან ეს ამბავი იწყება უკვე ჩასვლა ეგვიპტეში უკვე იწყება ესე ამიტომ არის მოდის აქ ეს რემესი იაკაკობ იცოდე კიდე განჩენიუნება შვილო შენთვის ეს ამბავი იქნება როგორც გეინამის ალი როგორც ჯოჯოხეთი ამიტომ არის რო აიღოთ სიტყვები იაკაკობ ბერეც მეგურე ავივ ბოლო ბუკვები გემატრია 108 გამოდის გეინამი 108 გამოდის ზე კენეგეთ ზე შენი გეინამი ამ გალუთიდან იწყება იცოდე ამ ჩასვლიდან შენი შვილის მოწყვეტიდან აქედან იწყება ეს ყველაფერი ამბავი აქ კიდე გარემეზებული არის 210 წელიც უნდა გეარა შენ მამა პაპას მოკლედ ჩასული არის აქ ბევრი სითრე თორა ბევრი საიდუმლოები თორის თითო სიტყვაში დაკვირთულია ამიტომ ყველაფერს ბევრი რო გინდოდეს ვერ შეყოლ ვერაც მაგრამ ესეთი აქსიომა დავსვი რომ იაკაკობი რადგანაც რომ მამა აბრაამის თავზე აიღო გალუთი დაიღო რომ გავალთ გალუთში იმისათვის რომ მოვიხერთოთ შევიყიდოთ ყოლამების სიცოცხლე მარადიული სიცოცხლე სულიერი სიცოცხლე შემდეგი სიცოცხლე თორის მიღება და გამჩენის ბოლომდე სამსახური აშაკის მომზანები სადაც სიკვდილიანობა მოისპობა და აი ეს რადგანაც იაკაკობმა და იცხაკმა და აბრამა იღენ თავიანთ თავზე ამიტომ იწყება იაკაკობიდან გალუთი ყველაფერი ესე იგი თუ ასეა და კაცმა დათანხმდიდა შენ ეს მიღებული გაქვს შენ თავზე ბორკილებით რო შეეყვანა გამჩენ იაკაკობი ესეც მისახები იყო ისე კახა შენ მოაწერე ხელი ამ ამბავზე შენ ამაზე მოწერილი გახელი არის გასაგები მაგრამ რა თქმა ღმერთმა იკურთხოს მის სახელი ისეთი რაღაცა ჩამოაგდო ძვლებში რომ ამ ამბავმა გამოიწვია იოსების გაყიდვა მერე კი საპატიმროში იოსების ჩასმა მერე ეგვიპტეზე მეფობა სოფლიოში აღიარებული ცნობილ ადამიანად ყოფნა და იაკაკობის გამოდი ღირსებით ეტლებით და სიპატიოსნით ჩაყვანა ეგვიპტეში და დასახლება იქ ესე იგი ბოლო ჯამში მაინც მოვიდოდა ეს ამბავი რო არ მოხდარიყო იოსების ჩასვლა ეგვიპტეში ძალით მოვიდოდა გამჩენა მოაწყო ჩერეს იოსებით ყველაფერი აი პატარა შესწავლები გავაკეთეთ რა თქმა უნდა სადაც გიყვართ კაბალის სფეროში რომ დავუკვირდეთ იაკაკობ სიტყვას იაკაკობი რო შეანსო ბოლომდე რო იცოდეთ გამოდის მერე შემდეგ შიგნით შემსებული ბუკვებით გამოდის 566 გემატრია გემო იეშურუნ რომელიც შედგება ტინოკ იონეკ შედეიმო ეს არის სეკრეტი მაშიახ ბენ იოსეფის მაშიახ ბენ იოსეფ გემატრია 566 ესე იგი თოლედოთ იაკაკობიდან გამამდინარე გამოსული მის შიგნითურობიდან გამოსული შინაარსიდან ეს არის იოსეფი აი იმიტომ იოსეფიდან არის პირველი მაშიახი რომ უნდა მოვიდეს რომელიც არის მაშიახ ბენ იოსეფი ვერ მოდის მაშიახ ბენ დავიდი ამიტომ არის ფარაშად ვაიგაში ნახავ იუდა რომ მიახლოვდება იოსებს ასეუნება ვაიგა შელავ იუდა ვაიომერ ბი ადონი არის ბი ასკია ეს იყო ბი ადონი შენეო მე არ ვიცი ხარო შენ არის ცუდა იუდა და წარდა გამშება აშპაღალ წინასწარ ვეპრობა
ჩვენ მამებს რო ჩავიდნენ იქიდან არ იცოდნენ ვინ იყო რა ხდებოდა თავგადასავალი რა ღმერთმა რა მოახდინა იქ არ იყვნენ აზრზე ხოლოდ ხედავ რომ დიდი ბედისკაცი ხარ ხედავ რომ შენ ახარ ვიღაცა რომლიდანაც მსოფლიო დამსწნელიო უნდა დაიბადოს არ ხედავ და ვინ ხედავ და რას ხედავ და მსოფლიო დამსწნელი ვიღაცა ხოლოდ როგორ მხრიდან როგორც მასშიახ ბენ იოსეფი ამას ვერ ხედავდა ესე იგი სურათი არ ქონდა ბროლი ბოლომდე მაგრამ რომ ბუმბერას იბადებოდა ამის წერიდან იცოდა აიუნება არ გეგონოს შენ მარტო შენზე მეტი მე ვარ ჩემთან გამოდის ვინც კაცობრიობას დაიცნო ეს არის მასშიახ ბენთან ვი ადონი ნუ მოკლედ პატარათი ასე დავიწყეთ ხლა დავიწყე რაშაშვილი და მე რაც შეძლებ შემოძლებინეს აკადოშმარო და ეს არის თავგადასავალი იაკობისა იოსებ შვიდმეტი წლის იყო იოსტეფი როცა რომ ის იყო მწყერს სანდაძმებს სამი საცხრითა გაღავდა მამის ხვარი ძმებთან ერთად მაგრამ ამხანაგობდა ყმარწვილობდა ამხანაგობდა მეგობრობდა ვისთან ბილას შვილებთან და ზილპაშვილებთან რომლებიც იყვნენ სოლები მამის მისისა სამწუხაროდ ნუ მაშინაც იყო ალბათ ეს რაღაცნაირად რო იყვნენ მამადოთი შენ სიდან ახარ შენ როგორი ტაიტელი გაქვს მე ვარ ლეას ვაჟი ეს არის იოსების ვაჟი შენ ხარ მოახლებიდან მოსული ჩვენი მამად ჩვენის და დედა ჩვენების მოსამსახურები იყვნენ ზილფა და ბილა მეორე ხალისხი რო თქვა ტაიტელი თქვენი დაბალია რო თქვა თქვენი ღირსება მეტი ნაკლებია და ის იყო ამათში გაუგებრობა იყო ძვებში ესე ხლა ამას უყურებს იოსები ყველაფერს და ვერ იტანს ამას მიდო ძმებთან კარგად არის ყველასთან უყარს ლეას შვილები უყარს ბილას ზილფაშვილები ძმებია რა მნიშვნელობა მამა ჩვენის სოლები მამა ჩვენის შვილები რა აქ რაზე ლაპარაკი და იოსებს ეს ამბავი მამასთან მოაკვდა მამა იგდებენო ძმებსაო უძახიანო ყმების მოახლების შვილებსაო ვენ არა ხართო იაკობის მოვთქვათ ღირსეული ამორჩეული შვილმამავალიო რატო ხდება ესეო იოსებ მოაკვდა მამასთან ამის ამბავი ერთი მეორე კიდე და ეს არის იოსების მინუსი დავგვიდით ეს გაშიფროთ რა კიდევ ზერია მინუსი იოსების იყო რა იყო მინუსი რომ მოაკვდა ენა მამასთან ასეც უყურებდა ყველაფერი მეორე ხედავდა რომ ძმები ჭამდნენ ხორცს მაგრამ ვითამ იოსების ნახვით გადახედულობით ეს ხორცი არ იყო დაგებული ნუ უნაღარო ბავშვი იყო ამდენი ცოდნაც არ ქონდა ყველაფერი არ იცის ბავშვმა ბავშვის სურათ რო ხედავს სხვანაირად შიფრავს სინამდვილე შეიძლება სხვანაირად იყოს ბავშვი რო აიღოს უბრალოდ ფურცელი და ხალხითაც რო დაგიხატო ჟღაპის იმიტომ მისი გაგება ცხოვრებაზე სხვა არის ის როგორც ხედავს ცხოვრებას ისე ხატავს თავის ჭუით რამდენი ცუდებს კოროფში ის იხატება ქაღალდზე აიგე ესე იგი მაშასადამე რასაც ხედავს შიფრავს თავის გაგებაში და ეგრეთ ლაპარაკობს შეიძლება სინამდვილე სხვა იყოს სიმართლესთან სხვა იყოს მitmedes მეუნაყარა ხმალწვი იყო შე ხალგაზრდა იყო 17 წლის ბიჭი იყო ამდენი ცოდნაც არ ქონდა მას რასაკეთებდნენ ესენი ხმარობდნენ სეფერი ეცირას სეფერი ეცირა არის რომელიც აბრამი ხმარობდა აბრამი მაგას მიღებული ქონდა აბრამს ეს არის ყოლბის გაჩენის თელის სეკრეტები წერიაში ამის მცოდნემ ადამიანმა ვინც იცის რა წერია შიდა როგაში პროს რა წერია ყველაფერზე პასუხია სამწუხაროდ ამის სამკითხველები დღეს არ არიან შეიძლება წაკითხვით წაიკითხონ გამგებლები არ ყავს არა დღეს
დღევანდელ თაობაში ძალიან შორვართ ამ ამბავს. ხოლო მაშინდელ დროში აბრაამ ავინუ სწავლობდა. იაკობი, ისხაკი შიფრავდნენ, სწავლობდნენ. თუნდაც თალმუდის დროსაც იყო ეს სწავლა. წერია გემარაში. არის მასხეთ სანედრინის 65%-ზე. წერავს გემარა. ზანდებოდნენ რაბები, რომლებიც ღარიბები იყვნენ. პარასკევი, შაბათი მოუზანდება საჭმელი არ გააქვს ოჯახში. დაჟებოდნენ, გადაშლიდნენ ამ სეფერი ეცირას, რითიც გააჩინა, რა სეკრეტები და სუფალმა გააჩინა სამყარო დედამიწა ქვეყანა, ამაში შედიოდნენ, სეკრეტებში ჩაღმავდებოდნენ და იმდენ სწავლობდნენ და მასადინობდნენ, ხმარობდნენ იმ ბუკვებს, რომელიც რომ არის კოდები, რითიც რომ ღმერთმა გააჩინა პირუტყვი და გააჩენდნენ ხმოს. მერე კლავდნენ, შაბათისთვის ჭამდნენ. არ ქონდათ საშუალება. არ მიდიოდნენ, არ მუშაობდნენ, მაგალითად, იყვნენ ჩაღმავებული თორაში, სულ გადამკვდარი თორაზე და სწავლაზე და კედუშაზე და გამჩენზე და შეერთებულები დაბლაურ დედამიწა და ბაღლაურის სამყარო ერთი ჰქონდათ. ამათ ემატერიალური ცხოვრება არ ელაპარაკებოდათ. აიგე? ამ დონეზე იყვნენ მისულები, რომ ამ სწავლით აჩენდნენ პირუტყვს. დაკლავდნენ რაბა, იმარას შეუღალიბდები. დაკლავდნენ პირუტყვს, ჭამდნენ შაბათის სახელზე. ეს თალმუდშია. თალმუდში 1800 წელი მოხდა ეს აბა. არ არის? ძალიან შორდროში. აბრაამ ავინუ და ამათმა იცოდნენ სეკრეტი. აჩენდნენ პირუტყვს, დაჟებოდნენ, დადიროდნენ. ჯო ბიჭებო, მოდით. გავაკეთოთ ყალაშ, გავშოთ ხორცი. კი, აჩენდნენ, კლავდნენ, ჭამდნენ. ამნაირ გაჩენით პირუტყვს თავის დინები გააჩნია. ანახავძანებს რომ ამას დაკლა არ ჭირდება თანით. იმიტომ ეს არის სასწაულად მოსული ამ ქვეყნად. ეს არ არის ხორცი რომელიც დაიბადა ბუნებრივად. ამდენი იოსებ არ ესმოდა. მოაკვდა მამასთან ენა. და მინახეთ შემიძლიო ხორცაო, კლამდენო, ესე იგი დაარტყამდენო პირუტყვსაო, კლამდენო და ასე ჯვარაკეთებდენო შეხიტასაო, წესიერატაო. როგორც არის დინი, ალახა უნდა იყოს დანა გალესილი, ამას ხუთი ალახოთები გააჩნია, როგორ უნდა გაკეთდეს, შილხო ტარფუიოთ, შივიმტრეფოთ, ყველაფერი ამას გაშინჯვა, ვერში ფილტვების ნახვა. ამას არაფერი არ აკეთებენო. რა ხდება ბელიოვიგიო? ესენები მოაკვდა ამასთან. პირველი, ამათა უზახიანო ყმებსაო, მეორეო, აგერ კლავენო, მაგრამ არა დაკლით, არა ალახითაო, არა წესიერატაო, არა ბეილხოჩხიტაო, როგორც არის საჭირო. ამაზეც როალე აშტმურა ამათი სახელი ამასთან. მესამე კიდე ჩვენ თვალი ნახეთო კაცო, ვიღაცა ახანა დაბადებულებთანაო, საქმობენო, ქალებთანაო, გოგოებთანაო, ლაპარაკობენო. ისინი ყველა ანგელოზები იყვნენ. რომ ესენი ლაპარაკებოდნენ ანგელოზები. ამან არ იცოდა ბავშვი იყო 17 წლის, რომ კაბალის სეკრეტები განთქმულია. კაბალის სეკრეტები არასწავლიან ბავშვს. განთქმულია ეს. დღეს სხვადასხვა დღეს ჩვენ თაობაში ვიცით რომ 40 წლამდე მიღებული არის ასე. ამაზე ვიტყვი ამაზე ძალიან გადაკება საჭირო ეს არ არის ხლა ამ გამოსვლაში მიღებული არის 40 წლამდე აღსწავლობი კაბალას. სინამდვილეში კი სწავლობ. სინამდვილეში კი სწავლობენ. ახალგაზრდები 20 წლიდან უკვე უფრო ადრე სწავლობენ, ეს უკვე დამოკიდებული ადამიანზე. ხოლო რა ხდება იცი? ეს ამბავი რაც თქმულება არის 40 წლამდე კაბალა არის სწავლება, ეს მოდის იმ დროდან რაც შაბთაიც ვიღო. შაბთაიც ვიღო მაშიახ შეკენი. სრუ მაშიახი. გამოაცხადა მე ვარო მაშიახიო და ამას მდიარეულობა მოყვა ევროპაში, თურქეთში, ევროპაში, გერმანიაში, პოლონეთში ყველა გადაიჭრა ქრისტიანო. ამობა ძალიან ბევრი შეეწირა. დიდი არეულობა. ადაიომ დღევანდელ არსებობს კატ შაბთაინ, ასე ქვია სახელად, თურქეთში. არის კიდე ესპანეთში რაფია, პორტუგალში, არის ესპანეთში. პატარა გრუპა ხალხის რომლებიც შაბთაის გზად წამსწევ, ამ შაბთაის გზა ლაპარაკ. ესე იგი, მაგრამ ცოტა დიდი კაცი იყო. არ გეგმოთ ვიღაც კაბალისტი იყო, მარტო კაბალისტი იყო, ხოლო აუვარდა თავში. გადავიდა როალე კაცი რო იტყვის მე ვარო მაშიახიო, ეს უკვე დღეს უკვე მოდაში გახდა. ყველა ამბობს ეს არის მაშიახი, ჩემი რაბია მაშიახი, ახლა დღესაც არის მოდაში ახალგაზრდა, ვიღაცა რაბი არის ერთი, იმაზე მაშიახი გზანდრო, ვერ გავიგე. რა ხდება ამ ყოლმის ვერაფერი გამიგია. ვისაც უნდა ნიშნავს მაშიახების დანიშვნა, ეს ხო არჩევანი არ არის კენესეთის კაცო, პარლამენტის არჩევა ხო არ არის? ამას გამჩენი ნიშნავს, შენ ვინ მოგცა მის უბლება, ეს არის მაშიახი, არ არის მაშიახი,
დამდგარი არიან, ყვირიან, ცოცხალია. რამდენი წარმოვიდგინე, რომ ცოცხალია თუ აბძანებულია. აშკაბა გაუგეთე გადიშდი. მოუყევი უკეთესია დამიჩენ. რას შედიხარ ილუზიებში? ეს არის ხალხი, რომელიც მოშორებულია ჭკუიდან. და გამჩენო გვაბადიოს, მაგრამ ჩვენ ქართულ ჯამაათშიც არის რამოდენი ასეთი გიშები. არ გეწყინოთ. არიან, ბარუხ ჰაშემ, ჩვენში ჭკვიანებიც ყავს, ბევრი, მაგრამ ბევრი ჭკვიდან გადასულიც არიან. რომლებიც არის, გაიგეთ, ადამიანები აბძანდა პატივი ეცით, კაბოდი გაუკეთე. შეღიარო ნირბენარციები, რაღაცა ქვია, ხლაგანა, ახლოში, ტრამუში. რაბავია მაგაზე? ყველა ბინარეკას, ვეულები ყველას. მასია გამჩენი წვიდას. ჩვენ არ ვერევით ბავშვი. ჩვენ არა ვარ ამის წოდნე ბინარი და ბინარი. შაბთაიცი მარებულობა მოიტანა სოფლიოში. სოფლი იყო ძალიან დიდი. რაოდენობა ასობით ათასი ებრაელი გადაყვა შაბთაიცის ამბავს. და რაბება მაშინ ამი შეიყარენ პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, ლატვიის რაბება, ყველა დიდი სადგური მოხდა და გადაწყვიტეს. დღეიდან აკრძალული იქნება კაბალის სწავლა 40 წლამდე იმ რაბება გადაწყვიტეს. ესე იგი, შაბთაიცის ამბა მოყვა ეს გადაწყვეტილება. ეს თორის კანონი კი არა. თორის კანონი, ვიცით, ხმათ არის შესული თორაში, თალმუდი, ბაბლი, იერუსალიმი ყველაფერში განკურულია, არაფერი პრობლემა არა, კაბალაც რო ისწავლოს, პირიქით, დიდი მადლია, ამიტომ ეს კაბალა თორის ერთ-ერთი ნაწილია თორიდან და ხოლო ბავშვი არ ასწავლიდა. 20 წლამდე სულ აკრძალული იყო, რო იცოდეს. 20 წლამდე კაბალის სწავლა სულ აკრძალული იყო ყოველთვის. ყოველ თაობაში. לא לומדים עד גיל 20, 20 צלמדי לא לומדים. לא לומדים. אחלה הרמב"ם בבגר. עד 20 לא לומדים קבלה. אל סתם לא בן. 20 צלמדי קבלה, אל סתם לא בן. אחלה נזיסו יוספי, שודבטיס. יסתבלה קבלה, אל יסתבלה קבלה. רוארסטי סמדני, אמיס נחורי, סורתי, אסס אורפס, אמס גוני הפלאפן אסס הרי, אורן לא דמין אסס אורפס, כאן. אי קצי צ'אם סואמס, ეს ჭამს კაშერ, ეს არა კაშერ. ჩემი ძმები არ ყვლამენ, სი არა კაშერ ჭამენ. ამდენი ვერ გაშიბრა რომ არსებობს კიდე მესამე. არის კაშერი, არის არა კაშერი, არის შამაიმიდან მაგლიდან ჭამს. სასწაულად გაჩენილი. ამდენი ვერ გაშიბრა ამან. მოახ მამასთან ამბავი. მოხდა ამ ამბავმა მოიტანა სიმძულარე ძმებში. დიდი არეულობა. მაგრამ იაკობ უყარდა იოსები მეტად იმის ყოველ შვილების მისისაგან კი Ben zegnimulo uxutsesობაში შეეძინა მას იოსეფიო. წადის ვალატურინი, აქ არის ზიკუნიმში, გარემეზებული შიშასიდრებიშნა. შეასწავლა თელი მიშნაიოთები. სულ ყველაფერი თელი საკრეთ თორაში მეყალბე, სულ ყველაფერი ჩააბარავ. ულო, მისი შვილი იყო. რაც იაკობ ქონდა სეკრეტი თორის, აბარებდა ნენელა ყველაფერ მაგას. არა მარტო მაგ გაუკეთ ამას პერანგი ზოლებიანი. პასუხი ხალხს შეიკითხო, რომ არის პერანგი ზოლებიანიო, ზოგი გეტყვის ხაბერდის მატერია იყო, ზოგი მატერია. ეს კოენების დასაწყები. კოენი გადოლების დასაწყებია. თუ ადამარიშონი ძანდებოდა კოენი, ნოახი ძანდებოდა კოენი, შემი იყო კოენი, ერმოდის აბრაამი, მერე იცხაკი, მერე იაკობი ეს ამის ნაცვლად. შეიკიდა უბრალოდ კოენი გახდა იაკობი. ხლა ვის უნდა იაკობი ვინ უნდა და გამგზელებელი იოსეფი. ვეღასალო კეტონე პასი შეუკერა სპეციალურ დასაცმელი, კოენების დასაცმელი. შვილო, შენიხები გამგზელებელიო. აი ამას უყურებთ ძმები. მამას ჯერ ამის ლაპარაკების. მამამ აირჩია ყველაზე მეტად ეს. აქ კოენ გადოლობაც ამას შებრიდა. მეხორი რახელიდან ეს არის იოსეფი კი. რახელი ყველაზე მეტად უყარდა იაკობ. შვენ მეორე ხალისის და მესამე ხალისის ვარ სულა და დაიწყენ შეძულება ამითი შეძულება იოსეფის. დადგინა თალმუდმა ესე მოსკაშაბათში. იგდა სწავლობს გემარა. არასოდესო შობელმაო შვილებში არ გაარჩიოს. ყველა უნდა იყოს ეს. სწავლეთი იაკობიდანო. ფასა დაუჯდა ჩვენ მამებს. რაღაცა ორმანათიანი პერანგის ყიდვა. რასაც უგა მამამ იაკობმა იოსეფს ფასა დაუჯდა ჩვენ მამებს. გალუთი ძმის გაყიდვა. ამხელა ტრაგედია, ვალეხე ისტორიულად უზდებს ეს ტრაგედია. რამით დამთავრებულა. იმდენად სიმძულარე ჩამოწვა ძმებში. ველოია ხელუ
დაბერო ლეშალომ კაცი გზაზე რომ იდის კაც დაულოცავენ გზას ეტყვიან ლეშალომ შეიცოდეთ კაცი რო დაბრუნდება იტყვიან ბა ბეშალომ ისოლეგულზე რას ამბობენ იავო ბეშალომ იანუხუ ალიშკებოცა ბეშალომ ლეშალომ ეს არის შვიდობისკენ შენ არ ზღუდავ რამდენ სიკეთეს ახავს შენიარე შვიდობისკენ ბევრი გენახოს რაც არ უნდა ნახო კიდე იარე შემდეგ შვიდობისკენ ესე იგი წარმატება და წარმატება ისწავლეთ ესე სიტყვა დალახაშია გადაწყვეტილი ესე ის მოყავს დრიშას მიხოთ ბრახოთ არაბა დრიშა სმა ეშა შუხანარო პირუშ სეფერ მეირათენაინ ეშო სეფერ დრიშა უკოთე მელოდეს მარში თორზე იგანა მოყავს ეს ორახაიმში კაცი რომ იდის გზაზეო უთხარიო ლეშალომ დაბრუნდა ბა ბეშალომ კლარ სი დალოცვის ენარი ლეშალომ აწერია თორაში ველო იახელუ დაბერო ლეშალომ სი იმ ხელას სიმძულარე ჩამოვარდაო ძმებშიო ვერეუნებოდნენო შვიდობისკენ იარეო გზას აღარ ულოცავდნენ ვალე ესე იგი სხვა სიტყვა თქვა გზაზე როცა დამდგარიყო იოსები ზღვას უწევლიდნენ ვალე ხარ ზე არ დაბრუნდეს შვიდობისკენ ვალე ხარ ესე იგი ძალიან დიდი სიმძულარე ჩამოვარდა სიზმრები ყურებს ხლა ისეაც სიმძულარეა ძმებში მამამ გამოგირჩია ტანსაცმელი ყიდა უპირატესობა მოგცა ვა რახელიშვილი არის ოღონდ თიო ყველაფენა ირა ღირსება აკვეთი იოსებ რა თქმა უნდა იზარ შეძონილია რომ ეს არის დამოგვიდრებელი რომ ვქა რა მომგვიდრე ეს არის აი ორეშ მაგრამ იოსებმა სიზმრები წოდა ინახა მან უგეცეცხლი დაუმატა ლვალე ბეცი არბიდა აი ახალომ იოსებ ხალომ უნებამაც ძმებს უყვება მოისმინეთ ოჩემი სიზმარიო აგერ ხედავო ჩვენო მინდორში ვიყავითო პური გაგალს უკამდით და ჩვენ კონები გავაწყეთ ახახნოთ ამ აგადნოთ ამ ლეალუმოთ დავაწყეთ მე ვიდექი ჩემ კონასთან თქვენთან რომელიც თქვენი მოკრეფილი წამოდგა ყველა თქვენმა მოკრეფილმა თაყვანი სადა ჩემ კონას და მე სუღალამ თქვენ თაყვანე აი სეუნებიან შენ რაო იმას ფიქრობო ხელმწიფობითი ხელმწიფებ ჩვენზეო მაშოლტ იმ შოლბანუ ასნიშნავს ეს ორი სიტყვა თუ მეფობით იმეფებ ჩვენზე სუნწლობით სუნწლებ ჩვენზეო გაუროგებული ენა ნო პაპადარ მაგმოსვენის მამაჩემი და მე წაკითხული მალბიში მალბის თქვენდა შენ პაპადარ მოგისმენე ბავშვობაში მაგის კაცი რო ხელმწიფობა არის ხალხი რო აგირჩევს მეფეთ და სულტნობა რო კაცი სულტნობ შენ რო ძალით სულტნობ შენ ორი გზა გააქვს ან შენ ჩვენ უნდა აგირჩიოთ მეფეთაო ან შენ უნდა აირჩიო შენი თავი და დაგვაძარო შენი მეფობა უბროსობაო ვერც ეს გეღირსება და ვერც ეს გეღირსება იცო ამალო თინო ხალენუ ჩვენზე როგორცო მეფეთაო შენ არჩეული ყავს ძმებშიო იუდა იქნება ჩვენი მეფეო ჩვენი წამყვანი დამრიგებელი სულ ვერცითო მაშორტი მშორბანუ ძალით სულო ჩვენზეო არა აი ოსიფო კი დაუმატე ლვალე ხსირატყინამი ალხალობოთა სიძმრებზე და საუბრები ლაშონარაღები რომ მოაქონდა მამასთან სუდიენები სიძმრები რომ დაინახა კიდე ნახა სიძმარი მამას კიდე მოუყვა ზედა მთვარეს უყურა მეტაყვანებოდნენ მე ოი მამა ეუნება შვილო ამათა შეუტევა ამათა რომ ამათ სწორად დამიგე ახტება ვერ გავიგიო შენეო რას ფიქრობო მე მოვალო და მეც კი დაყვანები შენეო დედა შენი კუდარიო ამ ხელა რახელიო ისიც რომ ზედა მთვარე მეტაყვანებით მეო ამათ ვითამ ამათ სანახავად ასე მაგრამ მე ავი შამარიტა და ვარ იდრაში ზანეს დაიწერა იაკობა დაფტრებში დღე როდის ნახა იოსეფა ის ძმარი ჩაიწერა დრო ჩაიწერა საათი ყველაფერი მოკლედ სიმძლავრეა ჩამოწოლილი ძმებში მაგრამ
მიდიან ესენი სამწყემსაოთ ძმები მამაიუნება იაკობი იოსებ შვილო ინე ახეხარ უყინ წავიდნენ სამწყემსაოთ და გაგიშვება თან იცოდა იოსებმა რომ აგენი უკვე გადამტერებულები იყვნენ იოსებს მაგრად იყვნენ გადამტერებული იცოდა რომ ცუდი დაიბადებოდა ამ წასვლით შესაძლებელი იყო ზრობა ქონდა შვიდობით აღარ დაბრუნებულიყო მაგის მამაიუნება გაგიშვე ინენი კი მამა იმამა ორი ადამიანი იყო სოფიოში რომლებიც ერთი ყესავი და მეორე იოსები სადაც რომ საშიში იყო საქანა იყო იქ მისვლა იქანა წავიდოდა მამის სიტყვით მამის საპატივცემოდ თავის სარ ჩაიგდა და საფრთხეში წავიდოდა ერთი იყო ყესავი მეორე იყო იოსები იოსები ურანო კაცი ბავშვობიდან მამასთან მიკრული იყო ფალში ხედავდა კი მამა ჩამოდის იოსები სად არიან შხემში შხემი ამ ქალაქს ვიცნობ ჩვენ უბედურ ქალაქს დასულ შაბათ რა დავიკითხეთ შხემზე სად მოხდა დინას უბედურობა ხამორი შხემი დინას ხო ყველაფერი სად მოხდა შხემის ქალაქში შხემის ქალაქში ეს ადგილი დანიშნული უკვე მარკა დარწმული მარკა როგორც უბედური ადგილი და უმასზანო ადგილი იაკობისთვის აშმის შემოვლობისთვის და იქ მოდის იოსები საინტერესო რაღაცაც არის საინტერესო ცნობილია მაგრამ შეიძლება ვერ მარიცი მაგრამ აი ოთაშორის დინა და იოსების ბედი გადამბული ბედია ის მე აგულისხმობ იმას რომ დინას ქალიშვილი ასენათი შეიძლება ცოლად იოსებმა შემდეგში მე ამაზე ვერ ვაბარაგო ამის წინ ადრე წერია თორაში ლეას უკვე ყავს შვილები ლეას 6 ვაჟი ყავს რახელს შვილები არ ყავს შვილები დაბეხლძინდა ლეა კიდე ესე გებრაშია იონათან ბენყუზიერმა დაწერა თალმუდშიც ამის რემეზიარი პირდაპირ ვერაღებში მაგრამ იონათან ბენყუზიერი პირდაპირ წერავს დაბეხლძინდა ლეას ყავდა ბიჭი მეშვიდე რახელიც დაბეხლძინდა რახელ ყავს ქალიშვილი სიმართლე გვამებში დედის გვამში იზრდება ლეას გვამში ტანში არის გასახული ბიჭი მეშვიდე ბიჭი და რახელის გვამში ტანში არის გასახული ბავშვი გოგო ლეამ წინასწარმეტყველობით ნახა მე კიდე ბიჭი მეყოლებაო და რახელსა გოგო ეყოლებაო ესე იგი შველი მოსამსახურეებიო ბილა და ზილფაო თითო ერთი დამადლიანდაო იაკობის ორი შვილი დაბადაო და ჩემი დაო ნაკლები უნდა იყოს მაგაცეო ხოვა გამჩენს ილოცა ლეამ იმდენი ილოცა ანგელოზი გამოგზავნეს მაღლიდან ოპერაცია გაუკეთებ და შეცვალდნენ ბავშვები ესე იგი რომელი ბავშვიც იყო ლეას გვამში ტანში ის ჩასვენ რახელის ტანში რომელიც იყო რახელის ტანში ჩასვენ ლეას გვამში ესე იგი რა გამოდა იოსები უნდა ყოფილიყო სიმართლე ვთქვა ბოლოში დაიბადა იოსები რახელიდან მაგრამ მაგ იყო ლეას შვილი დინა დაიბადა ლეადან უნდა ყოფილიყო რახელის ესე რომ ამბობენ მედიცინა სასწავლო არ არის არა ლაბარაკი ხმა დასაწყისში როცა რაღაცა დაიწყო ლაბარაკი არის უკვე ისწრებოდნენ დედის გვამში ანგელოზმა შეცვალა ხო მე არ ვიცი რა ოპერაცია გაკეთა ეს გაჭრით იყო და პატრით არ ვიცი არ მგონია სასწაულით მოხდა ეს მოხდა ხოლო წერია პირდაპირ თორაში ესე იგი რომ აქედან ხედავთ იოსების და დინას ბედი გადაბული ბედია სად გაუბედრუდა დინა შხემში სად გაუბედრუდა იოსების ბედი შხემში ჩამოდის შხემში აუგზა ფერად გადაბული ბედები იგულთოს ვერდის სახე
სასწავლობა არის. ხლა, ამიტომ ამბობ ბევრში შენი მამაბაბის თავგადასავალი ეს არ არის ვიღაცას ისტორია. თავგადასავალი ადამიანი, აქ რაც მოუხდა ყველა დეტალი გამჩნი დაგეგმილი ხონდა ყველაფერი. ჩასვა კადოშ ბარუღუმ ყველაფერი თავის კუთხეში, თავის ადგილზე კუბლეთში დალაგებულად თავის ზუსტად დროში. სადრაფე როგორ რომას გავიდეღლა სანამ შორწავან ამდენ თვეში დაიბადა თვითოშებეთი ამის სეკრეტები სასწავლობებია მაგრამ არ არის ამის დროები ამის დირექტორები მაგრამ მოკლედ ვამბობ ჩამოდის იოსების ხევში და იოსებმა დაიწყო იქსიარული იპოვნა იოსების სამმა ბანაკმა ანგელოზების სამან ვაიშლახეუ მეყემე ხებრონ აიავო შეხემან ხემეკი დაბალი ადგილი ხებრონში რომელიც რომ იყო იქიდან გაუშვა გაგზანა იაყაკობმა წერავს რაში ადგილზე მეღეცა ყამუკა შელოთო ცადიკ ის ჩანაფი გრიხმა იმ ცადიკის აბრამისა რომელმაც გამშენში აძახა ღმერთო მამეცი ჩემშვილებს მოგვეცი ყოლამაზე ხელი აგვიღიაო არა პრობლემაა ამას დრიდან მე ოთომაკომ ყამოკ ამ ხმა გაგებიდან რაც რომ ხებრონში მძინარე აბრამმა გამჩენთან მოითხოვა იმ ამბავიდან გაუშვეს აიპოვნა კაცმა იოსები ბეინე თოყებასადე იოსები კი დაბნეული იყო მინდორში აიშალეო აიშლემო მათევაკეშ ასეძე ჩემს ძმებს მითხარი გამიცხადე საწნეს ამ ჩემს ძმებიო ვაიო მე რა იშნასეღუმიზე შეროაბობოცმები ჩემი მანახე სად არიან საწნებს სამენო შენ ძმებუძახი მაგაცა იმას არ გითხულობო ისინი თუ გიძახიან შენ ძმასაო ნასეღუმიზე ზე გემატრია 12-ია აღარ უნდა 12-ობაო უკვე მოშორდენო იმ გაგებას რომ 12 ვართო ფიქრობე რომ არიან 11-13 არა მოვისმინე რომ ჩავიდნენ დოთანშიო ჩავიდა იოსებმა და იპოვნა ისინი დაინახენ შორიდან სანამ მოახლოვდა იოსები ძმებს უკვე ფიქრობდნენ მასზე დაინახენ ერთმანეთს ეუნებიან კაცი ამხანაკს ეუნება შიყვარდალები ერთმანეთს ელაპარაკებიან ინე ნახე გერაო სიძულების პატივსემული ბატონი მოგზანდა გერაო ვიღათა მოდითო ოუკლათო ჩავაგდოთ ერთორმოშიო მივიდე და მამას უთხრათ რომ ხეცმამა შეჭამა ის და მაშინ ვნახოთ როგორ დადგება მისი სიძმრებიო დაიძახა მაღლიდან შემაიბა ბატონმა ვერნამბოთ მაშინ ვნახოთ როგორ დადგება მისი სიძმრებიო მართლაც ვნახოთ როგორ დადგება მისი სიძმრებიო მოკლათ ვისროლოთ ორმოში მამასთან მივიდეთ ხეცმამა შეჭამა წავიდა იოსები და მისი სიძმრები ზენი შიმონი და ლევი აუგილი სულ ერთად არიან მაგერ შიმონი და ლევი მოდიან ერთად სულ თორა წოიდა ვაიშმა რეუბენ ვაიაცილე უმიადამ რეუბენმა რა აფერო სისხლით რაბერაო კაცო ასაბარაგოთ როდენეო უნდა აქცეცისო მოდი ვისროლოთ ორმოში ხელი არ მივაკაროთო რაც ბედი აწერია ღმერთთანაო ის ბედი ექნება მასა ჩავსვათ ორმოშიო მოკვდება ცოცხალი დარჩება ცოცხალი დარჩება სინამდვილე რა იყო რა ქონდა თავში რეუბენს გედერჩინა მათ ხელიდან და მერე ჩუმად მოსულიყო და წეიყვანა მამამის ადგინა მიდრაშმა ხანახან ძილდარაში სამი ადამიანები იყვნენო როცოდნო და მაგაცავ რასაც დაწერან და თორა მაგაზე
ამ ამბავთან დაკავშირებით გააკეთენო, რაც გააკეთენ იმას კი არ გააკეთებდნენო. მოვიდოდნენო დოლი და გარმონით და ისე ჩაატარებდნენო იმ ოპერაციასაო, რაც რომ იგულისხმენო. მათ შორის ერთი არის წრეუბი. კი არ იფიქრებდა მარტო დოლი და გარმონი იქირებდაო და მამასთან ცალკე იყვანდაო. რო ეცოდნა რო ცოდნოდაო, რას დაწერამო თორე მაგას. ზარი მიდრასიტური. არ შევარდა მაგაში. ძალიან ღმა საკითხი არის, მაგას დაწერილი მათ. ბევრი შემსეფარებებში, არონა კონზეც არის მოყოლილი, როცა შეხვდა არონი მოშე რაბენუს, როცოდნოდა არონსა რო დაწერამდა თორა დაინახამდა და გულით შეიყარებდაო. და გულით მიიღებდა მოშესაო, გავიდოდა გარეთაო, დოლი და გარმონით და ტაშკი შეხვდებოდაო. აი, ესე დაწერა თორა მიგარა. მოკლედ ეხლა არ შევარდ ლიბრეტონებში. იოსები მოახლოვდა ამათ. გაატიპლენ პერანგი დაუხიენ თავისი რაცეც რომას ისროლენ ორმოში და იგი ორმო სარიელი იყო წყალი არ იყო ში ნახაში იყო ყაკრაბი მორიალა იყო ხსენებლები იყო წყალი არ იყო ში დაჯდნენ პურის მოსატეხად საჭმელად დაიპურენ თავი ჭამენ სვამენ ძმა ორმოში ჩაგდებული ნახაში სარაფი ყაკრაბი ყველა მაზიკი როალა ხა დაცავსებს ყველა გაჩენია წყალი არ არის მაგრამ დანარჩენი პრობლემა არის ორის მოსატეხად დაჭი ჭამენ ვაისუყენე ვაირო ორხადი შმაღინიბა ვაგან აჯერე კიდევ ამბობ მე ვერ ვიტყვი რომ ძმებმა გაყიდა იოსები ვერ ვიტყვი ამას ვიტყვი αλλά მე მარტო აგარა წამსრო ნასწავლი ხარკიც უყურებს ამას ვისაც გინდა დაშიფრეთ რასაც ეხლა მე ნახეთ რა შუბამის ციტყვები ნახეთ შიგნით გაშიფრეთ და ნახეთ თოსფოთი ადგილზე თორაში რასაც ეხლა გეტყვით თორაში მართლა ვამბობ მანახეთ ერთი თორაში წინა დადება რო წერია მოდითო და გავყიდოთო ჩვენი ძმა რო ძმემა ფიქრით იფიქრენ ჩავსვათ ორმოში გავყიდოთ კი მაგრამ რო გაყიდა ძმემა უბრალოდ რო გაყიდა ძმემა იოსეფი ლოკატო არ წერია ჩასვენ ორმოში კი ჩასვენ დააპატიმრენ მერე აიღენ პური მოტეხენ ჭამენ და რა წერია დამოიმაღლენ თვალები დაინახენ აგერ ბანაკი იშმეყელების მოდიოდა გილყადიდან ერთი ბანაკი ნახეს მერე ასე იწერა სეფერტორა მეორეს იუდა ეუნება ძმებს ჩვენ რატო უნდა მოუკლათო ჩვენი ძმა როილა ბარაგეთო წაღარა მოუკლათო შიმყოლმა და ლევიმაო ან ორმოში რატო მივიყიდოთო იშმაყელებსაო და ჩვენი ხელი არ შევაღოთ ამაცაო თქმით იუდა ლაბარაგობს ამას კი რეუბენმა გადავარჩინოთ არ მოუკლათო იუდა არ მოუკლათ მაგრამ გავყიდოთო დაუგვირდით მაგრამ სეფერტორაში მანახეთ საწერია რომ ძმებმა გაყიდა არ წერია ეს წერია რომ დაინახენ ეს იშმაყელები მოდიოდნენ ვერ წერია დაჩამოიარენ კაცემა მიდიანებმა ვაჭრებმა დაიმათმან ამოიყვანენ იოსები ორმოსაგან დაიმათმან მიყიდენ იოსები იშმაყელებს იგი ძმები უყურებენ იშმაყელების ბანაკი მოდის შორიდან მეორე მხრიდან ჩამოიარა ვაჭრებმა რომელიც წერია თორაში მიდიანი მსოხარი და ამათმა ამოიყვანენ ორმოდან და ამათმა მიყიდენ იოსები გაყიდენ იშმაყელებს რომ ძმებმა ამოიყვანენ და ძმებმა გააკეთა გაყიდვა წერია არ არის ხა ამბობ დავგვირდი კარგად ამაშია ჩვენ თორის სიძლიერე აი თორაში სიძლიერე ჩვენ თორაში ოშენზო დემარხატე ამბავი არა არაფერიო მოხდაო ტრაგედია კიო გაიყიდაო კიო მაგრამ არა ჩვენო მაინც თორა აწერავს ძმები იოსების გაყიდვას ისტორიულად ეს სოდოგსდებს ჩვენე ძმამ ძმა შეიცვლა ძმამ ძმის გაყიდვა ნახე ხედავდი როგორ ვაჭრობდნენ მიდიანიმები იშმეყელებთან ფულზე რამდენი გინდა რამდენი მოცლე რამდენი ღირსებიჭი ლამაზია მშვენიერია ტყიანია
დაუგვირდი ამას ვაჭრობენ ამის ღირებულებაზე თქვენ ამას უყურებთ თქვენ ძმაზე ვაჭრობენ რა ბატი ხო არ არის ციცილა ხო არ არის ბასრიდან გამაგებინე თქვენ ძმაზე ვაჭრობენ თქვენ თვალწინეთ ხელიდან ხელზე გადადის ვორკამენ აკლემზე და სკენზე აჯენენ ფეხით ათრევენ აცრებლებენ არ შეერიეთ არ ისინი იმდენად შეიცულეთ თქვენი ძმა რომ თქვენ გესიამოვნათ ამბავმა თუ ვიდა თქვენ გეკეთებინოთ და იგი კაცი კაცს რო ხედავს იღუპებს შეუძლია გადაარჩინოს არ გადაარჩინა თუ გინდა თვითონ მეეკლასას ეთვლება ალახა თორას გვიწერია ალ თაღამოდ ალ დამრეხა ნუ დადგები შენი მოყვა სისხლზე ის სისხლისდება და ატოვებს სიტუაციაში არაშვერ ხელს რო გადაარჩინო ადამიანი იგივე მონაწილე ხარ იცო ვინდა მკვლელი შენ ხარ მისი მკვლელი შეგეძლო გადარჩინე ვინდა მე აი ეს არის მე ამას ვამბობ აგერია არ არის თორაში მე მაგარი და იოსები როკაკო რასაც რომ მოხდა რაშბამია რაშბამ წერას რაშბამ რომ ამბობენ რომ ჩვენ არ არის გაყიდვა პიდეპილა თორა ამათ რომ დაინახესო თორა მაგია რა ის ყვა კი ნახენ კი დაინახენ კი ჩამოიარენ მერე ამ დამორკი ბიჭთან ერთად და დაინახაც მე მაიოსები ამათ ხელში ხვირის სეფერია შარშიანი ძმებო მე ვარ იოსები ვიწო ნახეთ რა სიგეთებენო არ ჩათვალენ არაფერს მოვიდნენ ამათ ეუნებიან ჩვენი ძმა არისო ჩვენი კვარიო ჩვენი კვაო მოდი მოვეცდო იტყველებიან ესენი იტყველებიან იაგოვშვილები იოსებზე აღიარებენ ჩვენი კვარი დაგვიბრუნეთო ჩვენ შავსვით ორმოშიო აფერაო თქვენი კვაო ნახეთ ამის სილამაზე და სახეო და ნახეთ თქვენი სახეებიო ბოდიში მე ჩვენ მგონია რომ ეს არისო ბატონი თქვენ აღარ ტყებიო ასეთი ლაბარაკი წავიდა ეგანა მიდრაშში მოყოლილი ვაჭრობა მიდის ბოლოს მოურინდნენ ამბობთ რომ თქვენი არის კი ბატონო იყოსო ჩათვალოთო რამდენ მოითხოვთ ამაშიო ბევრი არაფერიო 20 ვერცხლის საკმარისი იქნება 20 ვერცხლის საფასურში რაც აიღენ ამათთან ესე იგი იოსების ნაცვლად ამიტომ ჩაითვალა რომ ამათო გაიგო ბაჭდიერ დეგები გამოდის ამჟამად მე ავიყვანე გავყიდე და ან ვიღაცამ გაკიდა და მე იმაში კიდე ფული ავიღე ფული მოვიგე შემეძლო გადარჩენა და მე თქვა რომ არა კაცო ეს კაცი ბატონი არის იაკოვიშვილი არის ასე გადროლო გამოვიდა რომ ბოლოს იოსები ჩავიდა მისიაში 4 ჯერ გაიყიდა იოსები შმაყელი სოხარი მიდიანი ოწერია განა 4 გვარი ხალხის ხელიდან ხელზე ბოლოს იყიდა ფოტიფარმა სერის ფარყო სარატაბახი ფოტიფარის ოჯახში არის რასაც რომ აკედეს იოსები გამჩენი ეწევოდა მაღლიდანავო ვაი ადონაი იოსებ ვაი შევაცლია ვაი ბებეთ ადონავა მიცრი ყველაფერში გამჩენი ეწევოდა იოსებსავო აკადოშ ბარუხ ბრძანდებოდა მის ხელებში დაო ხედავს მისი პატრონი პოტიფარი უპუნობს იოსები რა ვარაგობს ყველა რაღაცები რასაო მაგანო რასო როსილობო გამჩენთანაო რატო გამჩენი ძანდებო რამის აბარახუნიო ყველაფერი მაღლიდან მოდისო ჩვენ ნაკლებ რა გავდივარ მუშაო ვაკეთე ვაგერ ანგარიშე ყველაფერი ვადგენ მაგრამ თუ გამჩენიდან შემეწიაო არაფერი არ იქნებაო ხედავს ეს კაცი ემიწრიელი რასაც ხელი კიდევს გამარჯვებულია ყველაფერში ვეხოლა შენ უყოსე ადონაი მაცლიახ ბიადო კიდევს ხელ მაზალი გატანილია ბაზარში გაყიდულია პასიდენტვა უკვე კლიენტი ნახენ ახტება გას ლუბოი საქმე რასაც იოსებმა ხელი დაადვა ყველაფერში გამარჯვებულია ზوارა გადოს სიტყვები მარტო მაგ კი არაო ეუნებაო ბალაბაითიო პოტიფარი შვილო წყალი მომარხიო წყალიო მოაკვდა იოსებ წყალი აი წყალი მამა გზაში აწვალებდა წყლის მოსატანად გაუშვა და ეუნება ბოდიშიო დამავიწყო წყალი აღარ მაინტერესებს ყავას გამიკეთები მეხარდებო ყავა არის ყავაო ზუსტად ყავა არის აგზერებს სიარული იოსებ მოდის მოაკე ყავა მე მაგას არ გულისხმობო ზიანი მაინტერესებს ზე ჩასწრებო
ზე არის შეიძლება. აიო, მოდიო, შევეშვათო და მოიტანე რაღაცა ხარიფი ხო შივასე რაღაცა кайფი. როდი დავლე ბარბაშე, აი ხაჭაპურები აგერაო და ხასიათზე ვარ მოსულიო. შემამზი შივასი მაქვს. ვერ გავიგიო. წყალი გეუნები წყალი მაქვს. ამა გეუნებიო ყავა არისო. რძერზე არისო. შივაში რა გიკავია მნაირი ხელში. მიყარიო რა. ბოლოს რა გიკავიო. რასაც მეტყვიო, იმათ გადაიცილო. ზე ზوارი სიტყვებია. ზوارა გადოში. რასაც ზანეთ ის იქნება. ვეხოლა შენ უყოსე, აშემ აცლია ბეიადო. ხელით გონდა გამარჯვება. ის ხელში გონდა გამჩნდა, გამარჯვება ხელით. გამარჯვებულია. რეპოტი ბარ უბრალო კაცია. ერთი კაი ხელა უგუდრუც კი რომელიც. ასე ამბობენ, ხო? უგუდრო დამჩი. სოდორალი ჩამდენი, რაც მაგაზერი. მოვალე ზორაში ბარბინა. არა ამიდა. და ვიდოება. და ნუ მოკლედ ხლა რომ მას ხნა და სედო ამორადმაც შემომიშლა სობრალ ტრიალე და იამაყურა შემო გაღოვლი ეს კაცი ყველაფერი სობრალში ყველანაი რაც გინდა რაც არსებობდა სოფლიოში ეგვიპტეში უბედურობა ქებაყასერიც რაი სუღერაბეში ხედი გონდა არაფერზე უარი არ უთქვია იმ ხელად უბედურობა დაღმეთს კი მეცხადა გამჩი და ეუნებიან სიზმარში პოტიბარ ინდაუც ხალხო დარჩა ინდაუ ამას გაუთხია კაცსა სანამ ეს კაცი კარგად იქნებაო, შენც კარგად იქნები იცოდე. ამას რამე დემართებაო და შენც მიეწევი მეორე დღეს. მეორე დღეს მიეწევი იცოდე. ეს იყო, მეტი არ არის. მაგონდება ამაზე, შენ ლიბერატორაში მაქვს, მოყანილის. მიყვარს ამ ლიბერატორაში ამის თქვა. ერთი ეს ისპანეთში მოხდა, ისპანეთში ბესპარად. იქნე 550 შანა 550 წლის წინეთ ერთი უდიდესი ებრაელი რაბი ვისამდებოდა რომელიც მრჩეველი იყო მეფის მრჩეველი მაშინ პერიოდში ნუ 1400 წლებში არაფერაკ დაახლოებით 1440 წელში დაახლოებით ეს იზაბელას დრომა იზაბელას პერიოდი მოდის 1492 წელში მაშინ არის იზაბელას პერიოდი მანამდე ცოტა ადრე ერთი 40-50 წლიდან ხდება რასაც ახლა გიყვება ხოდა ეს ებრაელი იყო ძალიან ასწავლე თალმუდში ასწავლე მაგრამ რამბამის ყველა ნაწერებში თელი ხოთ კიდუშა ხოდიში რამბამის თავის წიღმით ღმათ კიდუშა ხოდი რამბამის კიდუშა ხოდის ალახოდები არის ზედამთვარის სენის სეკრეტები როგორ არის როგორ მიმდინარეობს და სეკუნდზე როგორ არის ამის თელი დიდი მცოდნე კაცი იყო ეს კაცი უდიდესი პიროვნება უდიდესი ისწავლაში რა ვიცი განსკურა ვიცი და თან რჩეველიც იყო მეფის მეფე უნებოდა ხანდახან და მიხედება სულამებზეო რა იქნება მკვირეში რა მოხდებაო მომავალში რამბავი იქნებაო და მის მიხედვით წვიდავდა საქმე და აკეთებდა რაღაცა და ერთ დღეს უძახის მეფე და ეუნება მეო ძალიან გთხოვო შემდეგი 20 წლის თელი ოროსკოპი ვასკვლავების წყობა შენ მიერ რომელ წელში გამარჯვება რომელ წელში დაწევა რომელ წელში საუბრად გასვლა რომელ წელში მოგება რომელ წელში დამახინჯება სახელმწიფოსი დავარდნა ღირსები და მოკლედ სულ ყველაფერი შემიქენი თელი ოროსკოპი თელი მამავალ 20 წლის მაინტერესებს ჩვენ არ მიზანებთ ჩვენ არ კი ბატონო მამეციო სამი დღეო და მოხსება გიწევს რავი ოჯახში მოდის რავი და ესიო გამჩნდა რომ გავიგებო რა შეასახმეო და თავის გზით დახედა თორაზე რაღაცა და არსებობს რაღაცა რო თორაზე იხედებოდნენ რამები ხამენციონი ჩვენი დღესაც არის ვარუღაშე თორაზე ხედა არ არის შორწასული დღესაც არის ვარუღაშე ინციცის ვარუღაშე ვიცი ხოდა ამენ ხოდა მოკლედ დახედა თორაზე და ნახულო სასწავლო რაღაცას და თვითონ თავისთავად იკითხება მართლა გზაში რომ იარებოდა რავი სახლისკენ რა უნდა ამასო 20 წლის ისტორია მომავალიო თავგადასავალი დღე და დღე თვე და თვე წელიწად ამიწერე ყველა დეტალები ყველაფერი აღრიცხვით ჯაგერა ვარ მეო თუ მაგაპირებსო ჩემ დარჩენასაო რაში გინდება მაგასაო შემდეგი ნახო ყველაფრისაო წინასწარ მოკრობა ან არაპირებსო ჩემ დატოვებასაო ხდება ხო ან თავის იმედი რა გქონდა დარჩენს ცოცხალი ერთი ორში დახედა თორაზე და მართლა გამოვიდა რომ
ვიღაცა სტუდიან აქვს იტანილი და მოკლავდები მაგის ამ ჩვენ ებრაელის ჩვენ იყო იმეფე რა რაფერი დამყარო ხელა სიძნა ამერიკაცი ამ ყავს უცხოა და ჯერო დამიხედოს რაც შეიძლება ამიდანავ ყველაფერიო აი ესენი წოდნა ამოვიღოს ყველა მოუწურო ბოლომდე დამიწეროს ყველაფერი დამიპროგრესოს ყველაფერიო და მე შეიძლება მოკლა დაუგვირდა 13 დღის შემდეგ მოდის ეკითხება სად არისო წიგნიო დამიწერე არაფერიო სასწავლებლო რა ანახე მე გეტყვიო არაფერად ძიდა გაიგე თურმეო კაცო ამდენი წელიწადია შენ დამუშავე და ამას ვერ დავუკვირდე შენი და შენი ბედიო გადამული ყოფილა ერთმანეთზე რაფერაუდა მე ვნახეო რომელ დღესაც მე მოვკვდებიო მეორე დღეს შენაც მე მეწე ვიცოდე დამთავრდა რაო კიო სეგი ერთი მედი ყოფილა რატო მე და შენ მეო გამჩემა გამამიყვანა ცოდნის ამბავშიო სიბზნეში დაღაჩი თორაში კაბალაში ბაღლაურობა დაბლაურობა მეცნიერება გაშიფრა სოფლიოსი სწავლა დაკვირება შენე კესეფი ოქრო ხელმწიფეები გამარცხებები გამარჯვებები ომები სოფლიო ამბავი გეოგრაფია ისტორია შექმნა ისტორიის შეხარო ხოლოთაო სიმდიდრე ბევრად გამოიხატება არის სიმდიდრე მეფეების არის თქვენ ხალხს ასწავლა მე სწავლაში მაგრამ ბედიები ყოფილა იმ დღესვე რომ მოვკვდებიო არ გავა რამოდენი საათი და შეცავ გაჭიმავ გაცავ ესო მოისწრინა მალე ისო შევძანება გაც აუზახა და ვისხავ დავუყენოთ ყარაულები ამას საუჩქარავ 6 ყარაულიო სადაც წავთ როგორია დავიდამელეხი როწერას კიმალა ხავიეცა ველა ისორ ღაბეღოლ ვერაღია ანგელოზე დაგინიშნავენო როგი შენ ყველა გზადაგვარი შეგინახოსო ალკაპაიმი საუნხა ხელის გულზე მოგამაყლებენო გატარებენო დაიწყენა სიაროთის გულზეტარება სადაც სიარეთლე აღან თუ მეხდიარებოდა ფაიტონები ეტლები ჭამდა ამნაირად ხლა უკვე სვანად უშინ ჯამენ საჭმელ არავინ მოკლას რატო ესო ეს მიეწევი ამის მაგა არ გადაჯა თქვენ მაგაცმა ამას წერია თორაში ქიახო ხომა თიხაია ვიყალია სიმძნე ადამიანსაო სიცოცხლეს აძლევსო სიმძნე რამდენი სწავ იმდენი ცოცხალი ხარ იცოდე აი სწავლამ წაკითხამ კაცი ცოცხალი დადება ცოცხალი დარჩა დიდი ხანი იოსებიც ასე ამის ანალოგიას ვაკეთებ მე მაღლიდან მოდია ეუნებია პოტიფარ შენ გინდა რომ დარჩეო ცოცხალიო სანამ მე ბიჭი კარგად იქნება მანამდე ხარ ცოცხალი ცოტა ამას რამე დემარდებაო შენეცაო შეშვიდობაო დამთავრებული ყავარ ამჩესა აშხება დაგჭირდებაო ხახული დაუწყებენო კადიში ტყიანო რომ მოისმინა დაუწყო ხელის გულზე ტარება სანამდე წაუტყდა ლუალეხება რაც წაუტყდა იქ არის ამბავიტანა დააბრალა რაც დააბრალა და კიდევ დაიწყო თელი არეულობა აიყვანენ ჩვენი იოსები ჩასვენ ორმოში და კიდევ დაიწყო იოსეფის ის 12 წლიანი საპატიმრო სადაც რომ იოსეფი დაპატიმრებული ცა ამ დღეებში ჩვენი ხანუქის დღეებში ვართ ნუ მე მარტო იმას ცოტა დეტალები ვთქვი ალახოთებით იცით ყველა ხა ვერ არის ალახად იმი გზის ჩასვლის დროს როცა მზე ჩასული არის ღეზო ლაბარაკობს იმდანაა ზერო ჩადის ჩვენი მინაგი იყო სალოცავებში ბატეკინესიოდებში სანამ ყარბით დავიწყებდით ჩვენ ლოცვაში სამთელს ვანთებთ რაბი დადგება შამაში მიაწვდებს რაბის და უკვე ანთებენ სალოცავში სამთელ ხანუგის სამთელს რაბი აკურთხებს ლოცვაში უნდა აკურთხოს ყველა კურთხება სამივე კურთხება უნდა პირველი კურთხებაც ლადიგნერ ხანუკა მეორე კურთხებაც შეყასანისინ შეხიანური კი მანვე ყავლაზე მას საუბრობს აკურთხებს და ფერაბი ოჯახში თრომობა კიდე ხელახლა თავის ოჯახისთვის ოჯახის წევრებისთვის და აკურთხოს ხელახლა კიდე ნუ სადაც ოჯახის წევრები არ ყავს რაბის აგვე სხვა ახლა არის იქ არ არის შეხიანო საჭირო აკურთხოს მარტო ბერახას ოჯახისთვის და ნუ ვეგამბის ზე დილ ბაპოსკი ზოგადად თვითო რაბება მაგანა თვითო კუთხეში როგორც რაბი ყავსეიანი და რომ ადგილობრივი რაბების ამ ალახოთებს შევიდე მართლა არ უნდა შევეხო ყველას ხოლო კურთხებით რომ ვიცოდეთ ვაკურთხოთ ჩვენი მინაგი ასე საქართველოში
როგორც თეფილათა ხოდეში ვიწევთ. ჩვენ ყველაფერში მივდივართ როგორც თეფილათა ხოდეში სიდურით. ეს ყველამ უნდა იცოდეთ. და სამწუხაროდ ბევრ რაღაცებს შეცვალეს, თუმცა ახალი სიდურები გამოშვებულები გვარი კიდე თეფილათ რეფაელი დუსვები მეგონს აურიენ დაურიენ ბევრ რაღაცას შეცვალეს. მე არ ვიცი თიდან აფერ ხამრფელ აი აბლუღამის გამჩენა უმალეს ხამრფელი თერაპია წამდებოდა, მაგრამ საქართველოს მინაგის ხამრფელი არ არის, არავის არ ეწმობს. საქართველოს მინაგი იყო, ახლა მე არ ვიცი ხამრფელმა დარჩა ბოლომდე თავის რაბების მინაგში საქართველოსთან თუ შეცვალა რაღაცები აქანა, ნუ რადგანაც რომ ცხოვრობდა ისეთ კუთხეში, სადაც რომ შეისწავლა იქაურ ადგილებიდან, ხაბადიდან თუ სხვებიდან. მე არ ვიცი ეს. მე ამის მოდი ვთქვათ ბარომეტრი ამისი არ ამახ. ხოლო მე ვიცი საქართველოში რა იყო მინაგი. ეს პაპადან მოსმენილი თუ სხვებიდან და აგერ ჩვენი ციტებილა დაღოდეს ლოცვილობდნენ, ჩვენი мама პაპანი ყველანი, ჩვენ საკაიში ვიყავით. რამოდენიც ისე შემოძვენი ცხაკმა. ცხაკაის ლოცვი სერაგდოს წამოიღო, თებილა დაღოდეში. იქანა იპოვნა ზველები დაგდებული პოლზე. წამოიღო კაფერთხა გაასრულდა და შენახულია ამ ხელა ვებერწერა ძველი დაბეჭდილები. აბა ჩვენი мама პაპა სულ თებილა დაღოდეში ეს იყო ჩვენი ძირითადი მინაგი. მერე შემოვიდა რუსეთიდან დაბეჭდილი მოსკოვში რო დაბეჭდნენ აშკენაზმა რაბებმა ხო დაბეჭდა იქან არაბლებინმა და ამათმა დაბეჭდა სიდურები შემოიტანეს საქართველოს ხოლო ძირითადი ჩვენი მინაგი იყო თებილა დაღოდეში. ჩვენ რო ვაკეთებთ კურთხებას უნდა ვთქვა ლეადიკ ნერ ხანუკა ლომრინ ლეადიკ ნერ შელ ხანუკა შელ არ არის შეგიტყვა სვამს აგაონაბენი შხარი შოელებს მაკი პოლოს მაგას ვასები ხანუკის დინებში პარაშა დაიეშებს დასაწყისში და კითხულობს ამბობს აგერაო შაბათის სამწლეულო რამდენსო კალიო აფერ არის ალა უნდა თქვას ლეადიკ ნერ შელ შაბათ კოდეშ ჩვენ ვამატებ კოდეში იადუ გრუზია ესე საერთოდ ყველა ადგილებზე იციან ლეადიკ ნერ შელ შაბათ ჩვენ ლეადიკ ნერ შელ შაბათ კოდეშ ესე იყო ჩვენში ჩვენ ასე ვაკეთებთ ჩვენ არაფერ არ ვცვლით ყველა ჩვენ ტრადიციას მინდა გააჩნია თავის საფუძველოც ხოლო ვამბობთ ლეადიკ ნერ შელ შაბათ ვასია შაბათ კოდეშ რატო არ ვამბობთ ლეადიკ ნერ შელ ხანუკა ითხოვს ეს რაბი აგაონა ვენიშხაი აბა ხელა დიდი რაბი აბელის რაბი ყირაკის დიდი რაბი 150 წლის წინათ 160 წლის წინათ ზანდებოდა მაშინ მოწეობდა აბზანდა სულ 90 წლის წინათ დიდი რაბი ზანდებოდა სხვადასხვა საქართველოს რაბე მაგის თაობაში მიწერმოწერა ჰქონდათ მაგრაბების კი მაგის დამტკიცებები გვაქვს მithumedes erda იგივე ადგილზე წერავდნენ რაბი ხახამი ხერის უჯუნის რაბი წერავდა მეასებში სადაც რომ წერავდა erda იგივე ადგილზე erda იგივე ახსანიაში ეს გამოდიდა ჟურნალი გამოდიდა თვეში ერთხე იარხონ და ამაში წერავდა აგაონ ვიბავერ ბენშხაიც იმ დროში მოიცოდეთ ზეგი იმ რაბიმ თუ არის სონდა საქართველოს რაბები ვინ იყვნენ რაბების სახელები ნახული ქონდა ამ იარხონებში იცოდა ვინ იყო დიდი რაბი რაბი ხახამ მიხაელ ელეშვილი ხელრაბი იცავდებოდა სუჯუნის რაბი ნუ მოკლედ ეს რაბი შეგიტყვა ხომს რატომ ამბობთ ლეადიკ ნერ ხანუკა რატო არა ნერ შელ ხანუკა ამბობს ასე იმდენს კაბალაუ მართლაუ გრამატიკულად უნდა იყოს ნერ შელ ხანუკა გრამატიკულად მაგრამ დააწესაო რაბებმა რომ ნერ ხანუკა ლეადიკ ნერ ხანუკა ბლი შელ კიზე რა შეთებოდ ნახალ ნოცერ ხესეთ ლალაფი ნაფშენუ ხიკეთა ლადონაი სარი ნახალ ნუნ ხეთ ლამე კაბალის სეკრეტიდან იქიდან მოდისო ჩვენი წყარო იმ შუქიდან იმ სანთლებიდანაა და ამიტომ ჩვენ ვამბობთ ამნაირი სიტყვებით ლეადიკ ნერ ხანუკა არა მომენტ შენ აი ეს არის სეკრეტი ამხერად დიდი სოდი არის აქ ხანუკა მე ახლა რასაც მოვასწრება ის კარგია ორი სიტყვა მაინც ხანუკის სეკრეტი რა არის ხანუკის სეკრეტი პირველი თუ დავგვირდებით ყოველთვის ხანუკის დღეებში ხანუკის დღეებთან დაკავშირებით დღე იმართებს ხართ ამას დაგვირებული სასწაულობა ყოველ წელიწად დღე იგივეა იმ კვირაში რომელ კვირაში ვარდება ხანუკა იწყებს უკვე დღე მომატებას ზეგი ხანუკამდე ყოველთვის დაბლა იყო ან სტაბილურად იყო ან უფრო ადრე ცოტა ერთი წინე იყო ყოველდღე დაწევა მოდიოდა უკან და უკან 2 წუთი 1 წუთი იკლებდა ხლა კი ხანუკიდან იწყებს უკვე მომატებას აი შუქი
შუქის მომატება, შუქის დანთება, დაუგვირდით როგორ მიდის მოსილ, მეორე უმატებს და ამოდის. ამას ერავს, როცა ამას ერავს მარალი ბრაგი. არის სეფერი მაგისი, ამას ქვია ერმიცვა. ამის სეფერი. და იქანა მაგის ნახული. უკოთა პირდაპირ წერა, თვით სეკრეტია. კაფეი ელულში გაჩნდა ქვეყანას. 3 თვე საერთოდ, ეს 3 თვე ელულიდან დაწყებული 25 ელულიდან დაწყებული სანამდე მოდის 25 კისლევი ყოველთვის დღე დაკლებული იყო და მერე გაჩერებული დაკლება. მაგრამ კაფეი კისლევიდან დაწყებული ხანუკადან უმატებს და უმატებს. არ შემაგიიმ ל3 ხოდაში მკადიმა. ებეთ შევეთ ადარის 25-ში უკვე სულ მაღლდება და მაღლდება. ბავშვი. აბა დამატება უკვე იწყება აქანა. ეს არის გამჩნევა ყობის გაჩენის დროდან დააწესა ბუნებაში. არ ეხება ხანუკას მაგრამ დააწესა რომ ამ დღეებში არის მომატება შუქის. ამიტომ არის დიდი შეკითხვა განთქმული შეკითხვა ალაღაში. როიპონეს ზეთი ბედამიგდაში. რამდენი დღე უნდა ყოფილიყო ის ზეთი რაც იყო? რაოდენობა იქანა? ახში რაც იყო ჩასმული პატარა ბანკაში. ერთი დღე ხო ასეა? ესე იგი ერთი დღე პირველი დღე სასწაული არ მოხდარა. იმიტომ ერთი დღის საყოფი მარანგი ხონდა. რამდენი დღე იყო ზედმეტი რომ დაინთო ის 7 დღე. აბა რატო არ ჩვენ რომ კეიფოთ 2 დღეს? თუ სასწაული მოხდა 7 დღე, 7 დღეზე უნდა იღვნიშნა სიმღერა. არა. ჩვენ რასაც რომ ამბობთ ახლა, აქედან გამოდის დიდი სეკრეტი. რომ სინამდვილეში რამემა რომ დააწესენ ეს რიცხვი 25 ხისლები დღის მომაღლებასთან და გადიდებასთან დაკავშირებით. რადგანაც რომ ამ დღეებში უკვე დღე იმატებს, შუქი იმატებს, მაგათმა იგულისხმე რომ იქანაც შუქი რო გამჩნდება მოუმატა ზეთში, ეს გამამდინარეა ამ დღეების ღირსებიდან. რადგანაც რომ დღეებია ღირსეული დღეები და პირველი დღეც უკვე ნეში ჩატარეს. აი ეს არის. ხლაკანა კიდე ერთ სეკრეტი გეტყვით, მაგარს. ამას წერავს დიდი რაბი აროკეახი. არის ბილხოთ ხანუკა, აქ სეფერა როკეახი რომ ხანუკა, ეს იმა რეშკაფეი, უნდა იყოს მაგანა 225 წელს. იქ არის ეს რასაც ახლა გეტყვით. გამჩენა რო გააჩინა ქვეყანა. წერია თორაში პირველ დღეს რა გააჩინა გამჩენა. აუგირი ბერეშიჩი. პირველ დღეს. გააჩინა ღმერთმაო. ვიარეთ საიტათობავო. ვაიომერ ელოიმ იეიორ ზანაუ ფალმა შეიქმნეს გაჩნდა შუქი. დაგაჩნდა შუქი. აინაღა ღმერთმა იგი შუქი რადგანაც კარგი და განსხოვა ღმერთმა შუა შუქსა და შუა სიბნელესა. დაიყო საღამო, დაიყო დილა, დღე ერთი. წერია თორაში. სეგი, შუქი არის უკვე ახსენე პირველ დღეს. შუქი არსებობდა პირველ დღეს. და მაშასადა მე გეკითხებით მე თქვენ. მე წაიგითხეთ 4 შაბათ რა გააჩინა გამჩენა. მზედამთვარე. ვერ გავიგე. თუ შუქი გააჩინა გამჩენა პირველ დღეს, მზედამთვარე რაღა არის ვერ გავიგე. ზედამთვარე სხვა ყოფილა და შუქი სხვა ყოფილა. აი ეს უკვე ზوارიდან არის. ზوارი ბძანებს შუქი რომელიც გააჩინა გამჩენა. როცა გაჩნდა მსოფლიო პირველ დღეს, რომ გააჩინა ღმერთმა შუქი, ეს შუქი არ არის შუქი, მატერიალური შუქი. ეს არის სულიერი შუქი. ეს როგორც რენტგენი. ადამიანი რო დაადგებოდა ეს შუქიო, ადამიანში რა არსებობდა შიგნით სულ ყველაფერი გაშიფრული. არ არსებობს ამის დამაგვარი არაფერი. ეს არის სულიერი ძალა, სულიერი სიწმინდე. ეცემ ტაორ, ასე უძახის ზوارი ამას. ესე იგი, მატერიალური წმინდანი მატერია, რომელიც მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს. დაინახა გამჩენმაო, ამ შუქსაო, ყოლამი ვერი ხმარსო, რადგანაც ბევრი ბოროტები გაჩნდება ყოლანზე. არ არის მათთვის კარგი ესეო. რაქნა გამჩემა დამარხა ეს. სად არის დამარხულიო? კითხულობს გემარა თორაში. აი რომ გამჩენა შუქი და შიგნით ჩაასაფლავა თორაში.
თორას ინსტალოს სიღმით და ღმერთმა დაამადლიანა ეცხადება ამ შუქიდან ბევრი სეკრეტები დორის. ეს არის შუქი, რომელიც სიმძლის შუქი, ბროლი, რო არ არსებობს შეკითხვები, რო არ არსებობს ეჭვები, არაფერზე. სულ ყველაფერი დალაგებული ჭკუა, რო თქვა, სეხელ ფაშუკ, შეგორებლეზე კაბალაში, რამბამი რო წერას ბორდემუხიმში, სეხელ ფაშუკ, ზეი, უბრალოდ ჭკუა, დალაგებული ჭკუა, გახსნილი ჭკუა, ყველაფერი გაგებული როა. აი ეს არის. ეს არის თორაში. 36 ჯერ წერიაო თორაშიო. თორაში ამას დიდი ვერ არის. გადაშალეთ თუ დაითვალეთ სიტყვა მენორა, შალდმები, ნერ სანტელი, ან შუქი. ეს ამის სიტყვა. შუქი, შალდამი, მენორა არის 36 ჯერ დაწერილი თორაში. სულ დაითვალეთ. იმიტომაო ის შუქი, რომელიც გაჩნდა პირველად, ადამ არის შრომა, რამდენი ხანი იხმარა ის შუქი. რაც გააჩინა ღმერთმა თავიდან ბერეშიტში 36 საათი მეტი არა, ძალიან მეტად. 36 საათის შემდეგ გააქრო განშრომა დამარხა თორაში. დამარხა თორაში 36 ჯერ დაიწერა სიტყვა შუქი, მენორა, სანტები. ხოლელე ნერ, მენორა, ორ. გამაშუქებელი სიტყვა შინაარსი. ყველაფერი არის აგანა. თორაში არის ეს ძალა. რამდენ სანთელვანთებ ჩვენი ხანუკაში? 36. ხლა მე არ ვანგარიშობ შამაში. შამაში რომელიც არის რომელსაც ხმარობ ჩვენე იმისათვის იმინდა რო ავანთოთ დანარჩენები. ველაბარაგო, რო აიღოთ ანგარიში 8, 7, ო, ბოლოდან 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 გაოდის შეჯამებით 36. ეს არის სეკრეტი ამ შუქის, რომელიც რომ ხალხის ღებში მოდის ყველას. სასწაულია. ხლა სასწაული არის რომ გამჩემა ყოლვის გაჩენის დროდან 25 ქისლებში შუქის მომატება დააწერა ქვეყანას. დაიწყება დღე მომატებას იწყებს ამ დღეებში ვიტკუფატებთ ქოლაზმან ტკუფატებთ. ეს არის ქლარი გეკნეთ რომ გამოცხადება ტკუფატებეთი იწყებს დღე მომატებას. აი ყოველთვის ვარდება ამ დღეებში. ყოველთვის. აგერ კიდე 36 ჯერ წერია შუქი თორაში 36 საათი ვაშუქებდა და აგერ ეს სეკრეტი გამოდის ხანუკის სანთლებში. დაითვალოთ სიტყვები თორის 25 სიტყვა ბერეშიდან დაწყებული რომ იხვიდეთ სიტყვამდე ვაი ორ და გაჩნდა შუქი. სიტყვა შუქი არის 25 სიტყვა. ესე იგი 25 ქისლები გამჩენელი გულისხმარო ეს შუქი იქნებოდა დანთებული რაღაცა დროში. აი ეს არის ქისლები ამ დროში როცა რომ ჩვენი მამა პაპა მღერა სასწაულების ნახველი წანდებოდა. აი რაბოთაი, ამიტომ აქედან ვისწავლეთ რომ ხანუკის დღეები უბრალოდ დღეები არ არის. ვიდრე ეს 8 სანტები. და მინდა მე კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. არა უასწრეთ არის ახლა რაფერად რომ ნიშნულ კომენტარებს. ამიტომ მაფტირი ვეღარას. სამწუხაროდ, აი რა მაფტირია. ნუ ახლა ჯერ შეეხები წესიერად ამ ვერ სამასწნი ვერ საათში საათაღევარში ვერეტები ადამიანი რა ვქნათ ახლა ხალხსაც ხოვარა გამდენი ძალა რო გაჩნდეს და საათობით მოისვენოს ამიტომ არის მაგეთად რაღაცნაირად ახლა ხანავას ვიდარაშებ ესე მოვალ დიბლეტორაში კიდე მეც შევამსებთ რაღაცა და შევამსებთ ხანდახან რა თქმა უნდა რომ იოსების დარაშვენე კიდე ახლა თელი სამი დარაში შემდეგი დარაშები სულ იოსებსია ლაბარაკი და ამას ჩვენ სხვანაირად გავშიფრავთ კიდე რა თქმა უნდა უწახს რომ დაუბრუნდებით ამ თემებს ასე თუ ისე დაიხვეწება ეს ყველა თემები და ამას უკვე ჩვენ გავშიფრავდა მოვალ შაბათს კიდე ხანუკა მაინც ხო არის კიდე კაცო და შევიდა კიდე ერთი დღით კიდე ვილაპარაკოთ ხანუკაზე რაღაცა სეკრეტებს შეგიმართ კიდე ბარუხაშევ არის რაღაცები და არ მინდა ახლა ყველაფერში დაგყალოთ და ძალიან ხოლო ეს რაღაცას მაინც ვიტყვი მაფტირზე მაინც პატარათი მაფტირზე ხისკუმე ამეცლება ხემ ხოლამია ხალიმ ლადონაი რონი ვესინხი ბადციონ კინენი ბამეშანდი ბედოხეხა ნეუმა ადონაი იღადღადე და გამხიარუდი ჯამათო სიონისტაო რადგანაც მე მოვდივარ დავსადგმურო შენში და ზანებსა
უფალიო შემოუთვანაზე ხარიამ საისრაელოს ისოდეთ შვილებო ვენილვუ გოიმ რაბიმ ელადონაი ბაიომაუნ ვეაიული ლეღამ და შემოერთდებიან და გამოყვებიან ერები მრავლები მარტუბალასა შინადღეს სამასა და იქნებიან შემთვის თანაერად და ვისადმურებ შენში და შინ შეიტყობ რომ უფალმა ცებაოთმა გამამგზანა იმართა შენსა და უგვირდიდამ სიტყვებს ვერილვუ გოიმ რაბიმ ელადონაი ბაიომაუნ რაფერ მიიღებენ შეკითხვა იბადება აგერ ვიცით რომ გემარამ დაადგინა შენ რომ ამელეხის დროს მორჯულებულებ აღებულობდნენ საისრაელოში რატომ კაცი რომელიც არ მორჯულდება ძრიანი გული და სულით მორჯულება უნდა იყოს გამჩენისთვის არა მატერიალურ გაგებისთვის მე ხასიათა ახლა ებიჭი მინდა დავქორწილდე ებრაელია მე ვარ მოთაყოლამი მაგისტრის ამბიჭისთვის მორჯულდები არ მიიღებენ მორჯულება უნდა იყოს რადგანაც მე გამჩენი ამოვირჩიე მე ვიცი რომ ზანდება უფალი ღმერთი ყოლამზე მე მწამს მისი თორის მწამს ამრწმენის და ამიტომ არის რომ მორჯულდები არა იმიტომ გავდიდრდე არა იმიტომ რომ სახეზე მინიყონ დაფკიდი მამცენ არა იმიტომ რომ ვიღაცასთან დავქორწილდე ამ პარტნიორი მყავს ებრაელი მინდა რომ გავუსწორდე არა ეს არ არის მორჯულება მორჯულება უნდა იყოს სულით გულით გამჩენისთვის შოსტროს იმდენი ოქრო ეყარა იერუსალიმში ყველა მოთაყოლამს უნდა და ებრაელობა მოდიოდნენ მამარჯულე დადგინა კი მაგრამ ლოკიბლუ გერიმ ბიმე შლომო ვებიმე დავითის და შელომოს დროში მოდაიყო ებრაელობის მიღება თავს აღარ ღებულობდნენ მორჯულებულები ლოკიბლუ შეკითხვა იბადება აფერ მოვლიან გამოყვებიანო მრავალი ერები გამოყვებიან და გახდებიანო ებრაელებათაო ისრაელობას მიიღებენო თუ დავითი და შელომოს დროში არ ღებულობდნენ მაშინ რომ მომზადდება ეს სიკეთეს და საისრაელო და სოფლიო გაიგებს ვინ არის მართალი ვინ არის ყალბი ვინ არის ღმერთი ვინ არის კერპი ვინ არის ამორჩეულიერი და ვინ ყოფილა უფთა არაფერი ამას გაიგებს ხალხი ყველას უნდა ებრაელო რაფერ მივიღეთ სიტყვას დაუბრუნდას პასუხი სიტყვაშია მოცემული შენი არ მიიღო მორჯულებულიო თორა გიწერავს ებრაელი შენი არ მოარჩულო სასამართლოში რომ მოვიდეს შენ ამარჯვა არა მაგრამ განაწერია ვენილვუ გამოყვებიან ერები მრავლები ბევრი ტყვიან არ მომარჯულო თუ გინდათ მაინც თქვენ გვერდში გვინდათ ვიყოთ მინდა რომ გამოყვეთ შეუერთდეს საისრაელოს მაშინ გამჩენდი ძანებს ამას მე რომ ხედავ რომ გულით მოდიან მაგენი მაშინ შეიქნებიან ჩემთვის თანა ერად სოფლიო გადაიქცევა იერუშალაიმად თელი სოფლიო გახდება ერეცად მოწერია გებარაში ყათიდია დამზადებულიო იერუშალაიმის საზღვრებიო და მე სეკამდე მივა სირიაში ესე იგი იერუშალაიმი რო იტყვიან იერუშალაიმი სახლი მაგ ნაყიდიო იერუშალაიმშიო შეკითხვას დაგსვამენ რომელ უბანშიო ჯახელმადან იგან არა გვია სირიაში თუ იერუშალაიმში რო არისო რომევაო რომელზე ლაპარაკობო თუ ბევრი არჩევანი იქნება ყველა კუთხე ჩვენი იქნება წერიებიდან ვიდროში და ათიდია დამზადებულიო თელი სოფლიო ჩაითვლებაო ერეცრაელათან გეუნება გამჩენი მიუხედავად რომ თელ სოფლიოში ჩემი შეღინა წამოწვება სოფლიო შეუყვარდები ყველა გამომყვებიან და შეიქნება შემერებად რამე შემეკითხეო სადავისადმურებ მეო მათში თუ შენჩიო არა მათო შენჩი ვეშახანთი ბეტოხეხ იპირველობა
ისინი ვინც რომ გამავყვენ გაჭირებულობით მემსახურებოდნენ დამონაებულები ნაცნაპერტყი განუჩი აგდებულები ვიზახდნენ ზოგადგილზე ჟიდ ურია ზოგიამოს ურია სულ სიტყვა არის მე მამწონს სიტყვა რა არის ურია იცი ორია გამჩენი შუქი ნაბერწკალი მართლა ნაბერწკალი ვარ გამჩენის თვირად კი არ დაგვარქეს საქართველოს ურია ორია ზერღირსება კულტურა რა არის კულტურა კოლთორა ხმათორის ურია ორია გამჩენი შუქი და ნაბერწკალი ვარ ჩვენ შვილებო სოფლიო გამომყვება მაგრამ მე არ ვივიწყე პირველებს ბევრი ებრაელი იყო სოფლიოში მილიონობით ასობით მილიონი დაიბადა აბრამი პირველი მაინც ერთი საწერია შირაშრიფში თაშური მეროშამანა მეროსთენი ვეხერონ მეროშამანა მასზე ამანა ემუნა როშამანა პირველი ემუნა ვინ ჩამოაყალიბა ჭიშვარიტობა გამჩენის იგი და დავიწყე პირველად ყველაფერი აბრამი დაიწყება ამიტომ შვილებო ბევრში დავისადგურებო ყველა მიცნობს თო ყველა მიიღებს ჩერწმენასაო მაგრამ დასადგმურებით თქვენთან მექნება ჩემი ბაითი მესამე ბაითი ვეშახანთი ბეტოხეხ შეიცნობს ყველა რომ უფალმა ღმერთმა გამამგზანა მეიმარჩესა დაგაინაწილებს უფალი იმართ იეუდასა ნაწილს სამისა ზედა მამულს და ხასსა იეუდაში მებატაძარი ბეთამიგდაში გამჩენისთაო უბაჰარაყოდ ამოიჩევს კიდევ იერუშალაიმშაო ადგილებს მორჩეული ადგილები ას კოლბასარ გაჩუნდეს დადუნდეს ყოველი ხორციელი იმის წინაშე უპლისაგან რადგანაც რომ ის დრო რო დადგება რომ გამოიგვიძებს გამჩენი იმით სარაიასა სიხასის მისისაგან მაშინ გნახოთ ერებო მაშინ გნახოთ წამამდგარებო ჩემ პატარა ერზედავო გაჩუნდებით დადუმდებით როცა გამოიგვიძებს uvali იმის სარაიასა სიხასის მისისაგანაო ეუნებაზე ხარია საინსტაელოს რასაც ეკლაგეუნებით გელაპარაკეთ წაღანა ეს არის მესამე ბეთამიგდაშს ზედავო მაგრამო ხაზე ხარია როდისაც ხარია პირველ ბაიჩია ზეხარია მაგრამ იცოდეთო ხო გაოხდება იერუშალაიმი პირველ ბაითიო სანამ მესამე მოვაო მეორე ხონდა იყოსო ახლა მეორეზე გეტყვითო მე რას უყურებ მეორე ბაითის ამბავთან დაკავშირებითაო სანამ მეორე ბაითიო დადგებაო რა მოხდებაო დადამანახამე უფალმა იგი იოშუა ქოენ გადოლი დამდგარი იყო წინაშე ანგელოს საუპლისას და იგი სატანი დამდგარი იყო მარჯვნით მისითა სასატნოდ მისთვის მოახსენა უფალმა სატანსა შეგიკავებ მე შენ სატანო შეგიკავებ შეგიწყრები მე შენ კიდევ იგი ამამრჩევი იერუშალაიმისაო მე ვარ უფალიო რა გინდა ამ წმინდა ადამიანიდანაო აგერ ეს არის ნაპერწკალი გადარჩენილი იმის თეწლისგანაო ასწრებია სამი ადამიანები სამი წყობა იყვნენ რომლებიც ჩვენ ისტორიაში ცეცხლ გადაურჩა პირველი აბრაამ ავინუ მეორე ხანანია მიშაელ აზარია მესამე ვინ არიან აგერ ბრძანდება იოშუა ქოენ გადო იოშუა ქოენ გადო რა მოხდა ლა აბრაამი ვიცით ნიმროდმა გამოცადა აბრაამი მუცეში ისროლა გამოძერა მოცოცხალი ბარუხ ჰაშემ ხანან შენ ყაზარიანი უღანეცამა
ჯამაათი საისრაელო ყველა გადაჩერდა ამსახურა ყობოდეს არას არის გემარაში ასე მეგირა თორედი ბრუსელი წერას გემარა მსახურელ ბერმა ამ სამარი მსახურა ამათმა არამსახურმა აპატია თელ საისრაელოს არ შემოგა ფირუშებში ამაზე ძალიან ძელი დარაშები მაქვს ბევრი ალაღაში სახმე კუდის 53% ანდარტა დინეიჩთა ხავაია ვეყოლე ბევრი არახოდებია მოგლე აბრაამი ვისწავლეთ გამოვიდა ცოცხლიდან ხანანი შარყაზარია ცაში ისროლა მეუღალე царვა გამოვიდა ცეცხლად ცოცხლები იყვნენ აგერ იოშუა კოინ გადოლიც ისროლენ ცეცხლში ესე ნაკლებად ცნობილია ხოლო გიმერამ დაადგინეს ამო იოშუა კოინ გადოლიც ზანდებოდა რაბი ამ წინასწარმეტყველების ხანანია მიშელ ყაზარიას მასწავლებელი რაბი ზანდებოდა იოშუა კოინ გადოლიც დიდი კაცი დიდი ადამიანი ორი სრულ წინასწარმეტყველები იყვნენ მარტო დღეს გარყობილა სრულ წინასწარმეტყველები დღეს რომ გამოდიან ეს არისო მაშიახიო მე ვარ მაშიახიო მე ვარ ყველა ებრაელს მაშიახია ვიღა გაგიჟებული ვარ მართლა იმდენი ხალხი ვიღაცო გაგიჟდა ხალხი აგერ ახლოსია აშდოდთან ვიღაცა რაბინიო მაშიახი არისო სოფლიო აღიარებსო ჩრდილოეთ შეგიდერ დიგიჟი მაშიახი ვარო ელავიდან მერე გასცეთ ქართველი ხა ქართველობასაც გედედო ქართველობასაც სურამე სიგეთე მოდის სიგეთე იცოდე ჩვენში შემოდის სიგრახავეს ხურამია გარეთ ჩვენში შემოდის იცოდე ჩვენ ვერ უჩვენთ ჩვენ როც ყველა ისე ჩვენets მოგალაგები ვარ ედიგიში მერე გას მებჭე რაბიო დამაღია რომ მაშიახი ვარ უხარ მე ვინა ვარ ისე მაგერი მომწე თუ ხარ მაშიახი დაგვიკიცებს რაბმა მიწეროს პირდაპირ რა არის დაწერი იქანა უნდა შეყვაროს საისრაელოს ააშენოს პედაგოგიაში და გეულა ხო თუ გააკეთე მაგას მოუყარი მე ვიქნები პირველი ტაში დამყრელი რაგი აი რეგი მაშიახი სხვა არის შემი დანიშნი დამადაგნიშნა ქალაქის მერია სხვა არის ესე რჩევანით რამდენი ხმა მიიღე რამდენი მივიღე სარი გამჩენიდა თუ დაგნიშნა და სრულ ყალბი წინასწარმეტყველო მაშინაც ყოფილა იხუთი ახალ ბენკოლია არის მოყანილი მეორე სიდკია ბენ მაღასია გემარაში არის სარედრენი 93% ესენი მოდიოდნენ ესენი წინასწარმეტყველო იბრალებდნენ თავიანთ თავზე წინასწარმეტყველობას მივასწრა დღეს თანდაღან ყველა ბიზნესმენიო იზახის ბიზნესმენიო კი არა ბიზნესმენი ზოგი იბრალებს თავის თავზე ბიზნესმენობას იბრალებს რაგესი შენე ბიზნესი ერთხელ რაღაცა საქმეში გამჩნდა მაზალი მოგცა და წაიწიე წინა ეს არის შავ ბიზნესმენია რომ ღმერთიდან ყველაფერს შეაყვეო ბარაკა ჭკუით მიდგომით ადამიანობით სწავლით გაშიფრით საქმეს რო უდგებით აიგე ანალიზებით ასე კი არა რა შემთხვევით აბა შემთხვევით კი არა კარამაშო ბიძო რაღაცა მოვიგე უსფათ მოგება ყველა შეუძლია ერთი და ორი მოგება ყველას მოუხდება ცხოვრებაში ხოლო ბიზნესმენი სხვასახებია წინასწარმეტყველი ეს სხვა წოდება ყალბი წინასწარმეტყვები იყვნენ ესენი რასაკეთებდა ცოდვრა ლაგეთებდნენ ცოდვარი ყორალ დაუწევია იცოდ და მოდიოდნენ ლოერახენდა უვარდათ ოლამაზი ცხოვრ გულაობა უვარდა და მოვიდა ნებუხადნეცარის გოგოლა ულამაზის გოგო ყოლია ნებუხადნეცა უთქვია ამის გამჩენო შემოგითვალა ჩვენეო შენ ისეთი შამავალი ხარო ჩვენაირებთან უნდა იცხოვრო დახორციელდეო ცხოვრობ შეთანაო და ამან მოვიდა ერთმა უთხრა გამჩენა გამამიშვა შენთანა იმასთან რო იცხოვრო მეორე მოვიდა გამჩენა გამამიშვა ამასთან და მოკლედ უმედურები მიდუს ორი მოვიდა გოგო მამას მოუყვა მამას უყენე რომ ორი გიჟი არის რაღაცაო ასე და უცხარი მოხდეცა რომ ორივეც ნებაცას ჩავარდა მტერი მოიცრა ხელე დაუცხარი მოხდეცა რა ვინგითხრა თქვენი ამბავიო გამჩენაო მერეო შევეკითხეო ხანანი მშელ ყაზარიას ნეო და მაგენი ამბობენო გამჩენ მაგას არ იტყოდაო გამჩენ მაგნაირ რაღაცები ზულს არ არსებობს მერეო ისიქ ჯერა ვიზიაო უნებიან ესენ აგვირი უცხანი ისიქ ჯერაო ჩვენ წინასწარმეტყველებად მაგენის არიან მაგენი ამბობენ არაო ჩვენ კიო მაგენ არ უდგია გამჩენსო ჩვენ ბზარა გამჩენაო დაგვიჯერი ჩვენო დაგიჯერი მასო მაგენი გამოცდილები მყავს მეო ცეცხლაო მოდი გამოგცდიდო თქვენი ცეცხლიდაო თუ გამოხვალთო ცეცხლი და ცოცხლებიო მაშინ კი ბატონო დაგიჯერებთო მაგრამ მე გამოცდილო მყავსო და არა გამოცდილიო ჯერა გამოცდილისაო მაგას მიჯერებედათაო კი მაგრამაო აგზელებენ რომ ხანობიდურები იყვნენ მაგენიო სამი იყვნენო სამიო ჩვენ ორი ვარ აირჩიეთო მესამე კაცი მეც გიდადო და
შეუშვა გენერალიტეტაო. ამათმა თქვენ, მოდი იოშუა ქოინ გადოლა ვირჩით. რატო? იოშუა ქოინ გადოლი ბრძანდებოდა ხანანია მიშელ ყაზარიას რაბი. მასწავლებელი. თუ მოწაფეებმა გადარჩენო ხანანია მიშელ ყაზარიას ცოცხლიდანაო, მათი მასწავლებელი რაბიო მეტი ხო იქნებაო? ვადაიო, შეიძლება მაგის ზეყუდით ჩვენს გადარჩენ. გაუშვა ნებუღალნეცარო შეუშვა ესენი სუყარანის საცში. ეორი გამოვიდა იქიდან ყალაეში. ამწვარი დარუზული შეშვიდობა. დათუთქული ხორცი. ორივე. ესე გამოვიდა ცოცხალი. მაგრამ ტანსაცმელი შერუჟული ჰქონდა. იკითხება ნებუღალნეცარი, მეო ვიციო სადიგი რომ ბრძანდები. ცოცხლები გადარჩება. თელი დღეცაცში გულაო ხარჯი გინიდაო. მევადაე რომ სადიგი ხარ. ესენი ობედოები რა წავიდა გაბრათაო. შესაგაბროთაო. მაგრამო რატო შეგერუჟა ტანსაცმელი? იკითხება შეგიყოდა. მადლობა თქვიო, ასე უნება პასუხობს. მადლობა თქვიო, რომ მეტი არ მოხდაო, მინერ უბედურებთან შემიშვი. მე აბრამის რო იყო მარტო და აბრამი რო გადარჩაო, ხარ ყავდა აბრამინეო. აბრამსა ორი უბედური არ ყავდა გვერდშიო. მე ორი უბედური ყავდა გვერდში. მადლობა თქვიო, რო შეძო შემამადლება, რო გამარჩინა მეო. მინერ უბედურებთან შემიშვიცაც. ხა მოკლედ ამასე არის დღევანდელი ბატონი. იოშუა გადარჩა. ანგელოსმა გამოიყვანა ცეცხლიდან. მაგრამ ანგელოზი, რომელი ანგელოზიც გადარჩენს, მის სამაბეზღროდ დადგა მარჯვენა მხარეზე. აგერ გადარჩინა, აგერ იმაბეზღრა. რატო მაბეზღრობს? რატო არისო რო დაეწვამას დასასწრები? მეო აბრამის თანაც ვიყავიო. ინახიაო ხანანიმშელ ყაზარიაო ხვდებიცაო და იამბები არ მომხდარაო და ამას რატო დაეწვა დასასწრებიო? რაცოდოს დემცო გამშიფროთ. ამას ეუნება გამჩინე ანგელოს. არ გაშიფრო არაფერი. ცეცხლიდან გადარჩაო, თუ რამე ცოდო ქონდა გაკეთებულიო. თუ რამე ხარვიზები ქონდა, ყველაფერი გასუფთავებული კაცი მოკეო. რაღაცა. მე შეგიტყავს. სამი პარტია ხალხი. აბრაამი, ხანანიმშელ ყაზარია თქვით და აგერ იოშუა ქონდა. ამ სამში ვინ იყო ყველაზე ცივი? სამეს დემარდა იგივე ამბავი. ცეცხლი შევიდნენ. ცეცხლა გამოვიდა. მაგრამ ვინ იყო ყველაზე მაგარი? ღირსებით. არ გამაგზავნე ბელაპარაკ აბრაამ. რატო? ესენი ანგელოზებმა გადარჩინა. აბრაამი გამჩინა გადარჩინა. ზანა გამჩინა. მოიდენ ანგელოზებმა და ჩავალ დაბლაო. გაუგრილებო, სამწვიმამო, ცეცხლის ანგელოზი ვარ, ჩავალ დაბლაო. არაო. აბრაამი ბრძანდება ერთი დაბლაურებშიო. მე ვარ ერთი მაღლაურებ და დაბლაურებშიო. ჩამოვიდეს ერთმა გადაარჩინოს ერთმა. გამჩინა გადაარჩინა აბრაამ. ესე აბრაამმა ყველაზე მაგარი ადგილი მიიღო, რადგანაც გამჩენით თვითონშიც და აბრამის გადასარჩენა. კარგა, გავიგეთ. ამორში ხანანია მიშელ ყაზარია და მათი რაბი იოშუა ქოინ გადოლში ვინ იყო მეტი მაგარი? თონით. ხანანია მიშელ ყაზარია. რატომ? მაგაზე მაბეზღრობა არ იყო. სწავლობთ გემარა ძანებს. მეტი არისო ცადიკიო, ვიდრე ანგელოზი. მეტი უპირალისობა. და წინდაღენება მიცა გამჩნევა ცადიკსაო ჭიშმარიტ ადამიანსაო ადამიანს ჭიშმარიტ ვიდრე ანგელოსო რატო სიამსალოთ ამასაუდა ნებუხადნეცარმაო თავის ხალხი უნებაო ნებუხადნეცარიო აგერ სამი კაცი ვისროლეთ ჩაუშვით ცეცხლში სიდან გამოჩნდა მეოთხეო მაგრამ სანახაულობა მეოთხესიო მიაგავს ანგელოზის შვილსაო ითხოვს გებარა სანედრიში. რატოწერია სანახაულობა მეოთხესი. იმიტომ იდგერო შევედობით. ხანანია პირველი, მერე მიშაელი, მერე ყაზარია. პირველი, მეორე, მესამე. და ბოლოში მეოთხეში იდგა გაბრიელი. აგიდა სალოს გემარა. გაბრიელი რო იყოსო მეტიო, ცადიკიმებზე ანგელოზ რო იყოს მეტიო, წინ დადგებოდაო. რატო ნევალეცარ მეოთხეო, ანგელოზ მიაგახსო. და მეოთხედ იდგა. აგიდა სალო, ცადიკიმები წინ არის, ვიდრე ანგელოზი. ესენი. კი ესეც თავიანთი რაბიც გაბერილმა გადაარჩინა. მაგრამ მაგაზე მაბეზღრობა გაიტანა. ვერში დაუდგა, შენ გადაარჩინა. მერე ამოუდგა ვერში მარჯვენა მხარედან და თუ გადარჩიო, ტანსაცმელი რატო დეგიცვაო? შენი ტანსაცმელი არის ცი, ტანსაცმელი არის, რასაც აცმევიან სადიგივე სულიერ ტანსაცმელი იმქვეყნათ. ეს არ არის მატერიალური ტანსაცმელი. და შენ ტანსაცმელი რატო არის შერუჟულიო? გამჩენი ეუნება არავით არისო. ამას ცოდო ქონდაო, რა ცოდო? შვილებზეო, შვილები. ყავდა, მაგრამ ვერ იყო წესიერისაზე იმდენად, რაფერაც ქოენი შვენდოდა. ქოენის ოჯახს. ქოენ არა ქუბლება, ქოენის კაცმა, ქალი თუ არის გათვისებული ქალი, რომ მოიყვანოს სოლად, შაგრუშა.
ხო არის ალახა ხო ამათ ყავდათ მოყალილი ნაშინ შენამ ქშეროტეფეუნა მამის რაბრალია შვილება შეწოდა შეგეძლო გეთქვა ორი სიტყვა დეგერგებინა რომელ ოჯახში შაბათი ეხება და მამა არ იტყვის ან დედა შვილება არ გააფრთხილებს ვინაც თვითონეთ ეხო შაბათი რომელ ქალაქშიც შაბათი ეხამენ შენ რა ვიხარ შეგიძლია სიტყვა თქვა არ ამბობ თვითონ შენიათ ეხო შაბათი აი არის კენტრიგები გამჩევა გიშირო შვილმამავლის ბედნიერება ყველაფერი სიკეთე ბარმიცვა ნათლობა ხათუნა შაბათთანები სალოცავებში მაგრამ კვირის გამჩენე კვირის ზოგჯერ შემოდიან ლოცვაში კენტრიგები მოაქვე მაშინებით მოდიან შაბათეულად კვირის საკადოშ ვარღო მივიკესტო მიედეხე რემოსხაცერაი შილებო ვინ მოგთხოვა თქვენეო როდათელეთო ჩემი ოჯახებიო სახში დარჩი უბედესია არ გააკეთო შაბათხათანი არ გააკეთო მილა წესიერად ქაშრად ხოლოდ შაბათი იხელაც მილეშო ამიტომ ორავე რაბოთაი ეს მინდა რომ ვთქვა რომ ორი სიტყვით ყველამ გაუთხილეთ შევისწავლოთ აქედან რას ნიშნავს ადამიანი რომელიც გამჩენებს სახურება გულდას ცადიკი ადამიანი სინდგა მალახი აშარეთზე ვიოშუა აიალაბუშო ბეგადინცოინ კონდამა ჩაცმული იოშუა პანსაცვენი გასტვრილი დაიდგა წინაშე იმ ანგელოსთან დაუპასუხა და მოახსენა იმ ართმდგოველებსა წინაშე მისამნაირად გამჩენიურება მათ აუგირდი ასტირუ აბეგადი მაცოი მეყალა გაშორედი სუდიდან საცნელი გასურილიდან საცნელიო და მოახსენა გამჩენმა მას აგერ ნახე შვილო გავაშორე შენ საგან ბრალები შენი ჩაგაცვიმე შენ ბროლი ასაცელიო დაუცანა გამჩენმა დაადები ჩირა ცნივ წაორ წმინდანი ზედა დავსამისა და დაზდენ მასად სამითი თაჯი შვენიერი ზედა დავსამისა ჩაცვიმასთან საცვლები და ანგელოზი უფლისა იდგა შვენი მოწმა ანგელოზმა იოშუა ქოინ გადოლზე დასეუნება ენგრეთ შემოგითვალა გამჩენვა სებაოთმა თუნს ჩემ გზებზე იული და თუ ჩემ სანახაურობა შეინახავ და ვკლავდე კიდევ შენ გაასამართებ ოჯახსა ჩემსა შეინახავ ეზოებსა ჩემსა მოგცე მე შენ სიარულის უნარსა შინა იმამ მდგომელებსა ამებსა ანგელოზები არიან მდგომელები ისინი ვერც მომაღლდებიან ღირსებით ვერც დააკლდებათ ღირსება რადონეზეც გამჩემა გააჩინა იქან არიან გაშეშებული ადამიანია მოსიარულე ღირსებას უმატებს ღირსებაზე თავის მოქმედების მიხედვით ამიტომ ადამიანი ქვია მოსიარულე ანგელოზს ქვია მდგომი ერთ ადგილზე მოისმინე შენ ქოინ გადოლო იოშუაყო შენ და შენმა მეგობრებმა ხანანია მიშაელ ყაზარიამ იმამ ჯდომელემა წინაე შენსა რადგანაც სასწაულის ხალხი არიან მაგენი აგერ მამყავსნე გიყმა ჩემი ამოფუზული ბალახისებრი ამოფუზდება ისრაელისთვის აგერ გიქვა რომელიც რომ დავსდები წინაშე იოშუაღასა ზედაქვასა ეცა 7 თვალები აგერ მე ამოთლილს სამისა ზარებს უβარიცებაოთი დადავივიწყებ ბრალს და ქვეყნისას და შინა დღესა ერთსაო განაგზელებს დამოსინასწარ მეტყველი ამ სიტყვებით მაშინ დაუძაღებ კაცი მეგობარ სამისა ქვეშეთ ვაზის ხესა და ქვეშეთ იმა ლეგვის ხესა დაჯდებით ის სიამუნებთ ცხოვრებიდან მაშინ გამამიცა ხამე ანგელოზმა და დამანა ხამე მან მენორა შალდამი ოქროსი თლიანი და გულა ბურთი ზედა თავს სამისა და 7 სანთლები მისთვის 7 გაწყობილები ჩამოსმილების სანთლებად ზედა თავს სამისა
და გარშემო მისამ ორი ზეთი ხილი მარჯვნივ და მარცხნივ ამ ბურთის მარჯვნივ და მარცხნივ და მაშინ უპასუხა და ეგრეთ უპასუხე და თქვი უთხარი მე ანგელოსა რომელიც იდგა ჩემ წინაშე რა არის ესენი ბატონო ჩემო რას ნიშნავს ეს ზეთის ხილები რას ნიშნავს ეს შალდამი იპასუხა ანგელოსმა მოლაპარაკენ ჩემთან და ეგრეთ ამახსენა მე აღარ იცი შენ რა არის ესენიო ოასენე არა ბატონო ჩემო იპასუხა და მიგზანა იმართე ჩემსანაირად ეს არის საუბარი უფლისა იმართ ზერუბაბელს ამნაირად არც ძალითა არც ღონითა არ იქნება ბაშაკის მომბრძანებაო ამას არ ჭირდება ომები ტანკები არ ჭირდება 34 ეფები ამერიკის არა კიმბერუხი ჩემი რუახი და სულიერი ძალით შემოგითვალათ ძაბძანებს უბანი სებაოთიო ვინახარ შენ თაო დიდო სინაშე ზერუბაბელსაო გადაიქცევი გასტოლებულად როდის იქნება ესეოდა როცა გამოიტანს იმარქვასა იმის ზემოთ თავისა ამ ბედნიერ შალდმისაგან მაშინ თეშუო ხენხენალა ფირუში აი არის სიმღერა მაგრამ რა ფირუში თეშუო ხენხენა მაგალანა მაშინაო ტაშ დაუკრანცო ყველანი თეშუო ო ტაშის დაკვრა იქნება დაიწვიან შორბათი და შორბათი შენო ვინ არის თადი და არის ყესავები თორა წერას ვეღალუ მოშიყი ბეარციონა იშპოდეტარა ესა ბეაითანა დონაი ამელუხა იმთაზე ლაბარაკი მიათარა გადო დიდი მთაკი ხარ დღეს მერე მადაი მემდალე დიოდი მერე იავან იუდ ვავ ნუნ ედომ ალევ დალე ვავ მემ გამოდის 205 წლიანი არ 205 მიათა არ აგადოლ დიდი განუდის მთაკი გადაიქცევა გასწორებულად როცა ეს ამბავი დაგიბავს ვინ არის პატარაკვა რომელიც დაინახა ნებუქადნეცარმა სიძარში პატარაკვა მოწყდა მთიდან და წაშალა ცელები ხატი ფეხებიდან თავამდე დანაყარ დაფქვა და გადაიქცე როგორც კალოსცა საფულისებრი დასტია ქარვაისი ხარი წაიღებს ყველაფერს რუახი გამჩენის რუახი ეს არის ჩვენი სიძვიერი ამიტომ რა არის ევენი ევენმა ასტუ აბონი აითალება შპინა რა არის ევენი აუგის სიტყვას ალე ბეთნუნ ევინ ვეროდახ ვერშაცარ ნებუქადნეცარ მასუ მემ მადაი ალეთ ედომ სამეხმავ გემატრია იავან ესე იგი ევენ მასუში ჩასმული არის 4-ვე განუთი ევენ მასუ აბონი აიტალე როშპინა მაშინ ასიტყვის აისრაელო ზიაიოგასა ადონაი ნაგილა ვენისმეხაბო ანა ადონაიოში ანა ადონაიოში ანა ადონაიში ანა ადონაიში ანა ზემა როგორ მოხდა ძმებს იოსების გაყიდვა ჩვენ ამას ამომწყვრად ძმებს არ გაუყიდია იოსები კი გაიყიდა ხოლო ძმების ბრალია რომ არ შეაკავენ პროცედურა იაკობს ეწერა ისრაელის ჩასვლა დაბორკინი გამჩენა ინება ჩაიყვანა ლამაზად მშვენიერად გამოდით იოსების მომაღლების შემდეგში ჯერ თავში ბევრი სიმწარე ჭამა იოსებმა როგორც ხარტულათა ნათქვამი ჯერ მწარე ჭამე თუ დავკვილი თუ ეძებ გემოვნებასა შემდეგში ვხედავ მავალ შაბათს როგორი გემოვნება იყონა იოსებმა ამ დღეებში რომელი დღეებიც არის ვაიორ გაშუქა გამჩენა და შუქდება მსოფლიო დღე და დღე მეტად და მეტად მაღლდება მზედა კიდევ იმატებს თავის შუქს ამ დღეებში არის სიმბოლურად ხანუკა ეს დღეები არის სადაც რომ 36 სანთელი ხანუკის შამაშის არა ჩათვლით ჩვენ ვიშუქებს იმ თორიდან ჩვენ თორიდან 36 დღეს
რომელსაც რომ პირველი შუქი რო გააჩინა გამჩენმა, რომელიც იყო ეცენტაორ, სუფთა შუქი, სუფთა ტანი არსებობა, რაობა, რომელსაც ადამიანი ჩვენ ვერ გაიგებს, გვიშუქებს ამ დღეებში და დაგვაწეროს ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება, მრავალს დაგვასროლს უფალმა, ხენ ირაცონ, პენომარ, ამენ.